მოგესალმებით კიდევ ერთხელ ეთერშია გადაცემა პოლიტიკური სივრცე, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. გადაცემას ბუნებრივია დავიწყებთ პატრიარქის ჯანმრთელობაზე მდგომარეობის საუბრით. იცით რომ პატრიარქი გამთენიისას სულად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა კიდევ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძე და ჩვენ სწორედ საავადმყოფოდან ჩავრთავთ ჩვენს კორესპონდენტს ცოტნე შაურშაძეს, რომელიც გვაწვის ბოლო ცნობებს პატრიარქის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ცოტნეს მივესალმები. გამარჯობა, ცოტნე, თუ გესმის ჩემი. და რა მდგომარეობაა ეხლა ბოლო ცნობები რა არის? კი, მერაბ მოგესალმები, მესმის შენ. საგამოს შეაჯამა დღის ის ციკლი, რომელიც გავიარეთ მიხეილ სარჯველაძემ, მან გააკეთა კომენტარი პატრიარქის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ისინი აცხადებენ ამ მომენტში, მედიკამენტოზური მკურნალობით ხდება სხვადასხვა მონაცემების შენარჩუნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორც ისინი საუბრობენ, მდგომარეობა არის საკმაოდ კრიტიკული, თუმცა საჭიროებს საკმაოდ დიდ მეთვალყურეობას. დღეს შეიკრიბა კონსილიუმი, სადაც იყო გაერთიანებული ქვეყნის წამყვანი 8 რეანიმატოლოგი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით კურირებდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მსჯელობდა შემდგომ ნაბიჯებზე. ერთადერთი რაც ვიცით დღის პირველ ნახევარში გავრცელებული ინფორმაციით ის არის, რომ პატრიარქი ღამის 3 საათზე მიიყვანეს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გადაყვანის მიზეზი გახდა სატურაციის დავარდნა. შესაბამისად, უკვე იქ გამოიკვეთა, რომ ეს არ იყო მხოლოდ სატურაციის დაკლება, აქ იყო სხვა პრობლემებიც და შესაბამისად გამოიყვანეს კავკასიის მედიცინის ცენტრში, რადგან ეს კლინიკა არის შედარებით უფრო მულტიფუნქციური და სწორედ აქ ჯობდა მკურნალობის გაგრძელება. დღის პირველ ნახევარში არ იყო საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ჩამოეყვანათ უცხოეთიდან სხვა ექიმები, თუმცა ამ საღამოს უკვე დაადასტურეს ინფორმაცია, რომ თურქეთიდან მოდის რეანიმატოლოგი, რომელიც ჩაერთვება კონსილიუმთან ერთად მის მკურნალობაში, თუმცა არ არის საუბარი იმაზე, რომ გადაყვანა შეიძლება მოხდეს პატრიარქის სხვა ქვეყანაში, როგორც აცხადებენ. ამ მომენტისთვის ეს არც კი განიხილება, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისად არ იძლევა ამ ყველაფერზე საუბრის საშუალებას. ის მონაცემები, რომელიც პატრიარქს ჰქონდა შემოყვანის დროს, ეს არის კუჭიდან სისხლდენა, ამ მომენტისთვის არის შეჩერებული და შესაბამისად არ არსებობს არც ერთი ის ახალი კერა, საიდანაც შეიძლება იყოს სისხლდენა, თუმცა მას მაინც სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა, შესაბამისად ის რჩება კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში, სადაც ის მუდმივი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. არაკეთებენ დამატებით კომენტარს იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა პრობლემები არსებობს, ამბობენ ერთადერთს, რომ ეს არის საკმაოდ გრძელი ციკლი, რომელიც სხვადასხვა პრობლემებისგან შეიძლება იყოს შემდგარი და ეს ყველაფერი საჭიროებს იმას, რომ იყოს დაკვირვება გრძელ პერიოდში, დინამიკაში უნდა დააკვირდენ ამ ყველაფერს და უნდა გადაწყვიტონ შესაბამისად, როგორ უნდა გაგრძელდეს მკურნალობა. პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგეს, ეს არის მისი დასტაბილურება, ხოლო დასტაბილურების შემდეგ უკვე დაიწყებენ საუბარს და ფიქს იმაზე თუ როგორ უნდა გამოიყვანონ იმ მდგომარეობიდან. არ საუბრობენ კონკრეტულ დეტალებზე ასევე და არ არის საუბარი გრძელვადიან პროგნოზებზე. ეს არის ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც ეხლა ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს მივაწოდოთ. გასაგებია, მადლობა ცოტნე, ეს იყო ცოტნე შაურშაძე, ჩვენი კორესპონდენტი, ის გვაუბრობდა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ჩვენ ბუნებრივია ჯანმრთელობას უსურვებთ ილია მეორეს და წარმოგიდგენთ სტუმრებს ჩვენს გადაცემაში. ჩვენი სტუმრები არიან გიორგი ანცაძე, ინიციატივა ჯერ საქართველოს თანადამფუძნებელი, ირაკლი მელაშვილი, ანალიტიკოსი, მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ვიდრე შიდა თემებზე გადავალთ და ქართულ პოლიტიკაში არსებულ ვითარებას მოვიხილავთ, მინდა რომ ირანის თემა შევაჯამოთ, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. ერთი ეს არის, რომ საუბარი არის, რომ მოკლეს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის ლარიჯანი, რომელიც იყო ფაქტობრივად ამბობდა, რომ ის იყო ფაქტობრივად მართველი დღეს ირანის. ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა განცხადება, მან თქვა ძირს უთხრით რეჟიმს იმ იმედით, რომ ირანელ ხალხს მისი მოშორების შანსი მივცეთ. წინ ჯერ კიდევ ბევრი სიურპრიზიაო, ამბობს ნეთანიაჰუ. დონალდ ტრამპი კი განაწყენებული არის ევროპელებზე და ნატოზე, იცით რომ უარი მიიღეს დახმარება ნატოს მოკავშირეების უმრავლესობამ შეგვატყობინა, რომ არ სურთ ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში ჩართვა. არავის დახმარება არ გჭირდებაო, თქვა დონალდ ტრამპმა და აქვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გადადგა თანამდებობიდან მიზეზით, რომ არ ეთანხმება ირანთან ომს. საბოლოო ჯამში როგორ შევაჯამოთ ამ ბოლოდროინდელ მოვლენებს, რას გვეუბნება ის საით მიდის ეს ირანის ომი, იმიტომ რომ აქამდე იყო საუბარი, რომ გაიჭედა თითქოს სიტუაცია, გამოსავალი არ ჰქონდა, არ ჩანდა თითქოს ამერიკას, მაგრამ ახლა ეს ოპერაცია ჩატარებული ისრაელის თითქოს რაღაც იმედებს იძლევა, ხო, ამ მიმართულებით.
კი ბატონო, პირველ რიგში მეც გამოჯანმრთელობას უსურვებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რაც შეეხება შეკითხვას. როგორ სიტუაცია, მე ვერ ვიტყოდი რომ მაგ მოდი აქედან დავიწყოთ რომ ჯერ რაღაცა ჩიხურ სიტუაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატები შესული, ჯერ არ არის ეს ეტაპი ამ ომის და ამ კონფლიქტის და ირანის ბუნებიდან და პარამეტრებიდან გამომდინარე რომ თქვათ 17 თუ 18 დღის თავზე თქვა რომ ეს ომი არის წარუმატებელი. ჩვენ როგორ ვაფასებთ ხო ეს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ ომის წარმატება წარუმატებლობას იმ პოლიტიკურ შედეგებს უნდა შევაფასოთ რაც მოყვება სტაბილიზაციის ფაზას, ანუ საბრძოლო მოქმედებების დასრულების მერე. რა ახალი მშვიდობა დადგება შიგნით ირანში, მერე შესაბამისად რეგიონში. ამის მერე დგება ის ასე ვთქვათ რეალობა, რაც უნდა შევაფასოთ. ეს არის მთავარი. იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ მithქვამს მეც ხო, რომ უამრავი წარმატებული სამხედრო ოპერაცია შეიძლება გავიხსენოთ სოფლიო ისტორიაში მაგის მეტი რა არის, რომელსაც სათანადო პოლიტიკური ასე ვთქვათ მდგენელი და შედეგები არ მოუტანია და თვითონ ამერიკის ბოლო მოქმედებებიც ამ რეგიონში პრინციპში შეიძლება აი ამ რაღაცა სულისკვეთებას ატარებდეს. ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ალი ლარიჯანიც მეც ვამბობდი კიდევაც სხვათა შორის, რომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ის ირანში, რომელიც პოტენციურად თუ ასე არ იქნებოდა ნადირობა, შეიძლება განხილული იყო როგორც ლიდერშიპის შეცვლის მთავარ კანდიდატად, იმიტომ რომ რეალურად ეთერამდე ვახსენე და დღეს წავიკითხე და ტერმინი მომეწონა, რომ ფაქტობრივად ირანული deep state თუ არსებობს, ლარიჯანი იყო ის სათავეში. და ანუ ასეთი პიროვნების ლიკვიდაცია, რა თქმა უნდა, მართვის გოლს მთელ ამ პოლიტიკური კონტროლის მექანიზმის დარტყმას აყენებს, ბოლომდე არ ჩამოშლის, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ამერიკული და ებრაული მხარე პირველ რიგში როგორც ჩანს აქცენტს აკეთებენ მაინც იმ გარემოებების შექმნაზე, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს სახალხო გამოსვლების დაწყებას. თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ლარიჯანი და მისი გუნდი, ასე ვთქვათ, ხო, ფრთა ზოგადად მოიაზრებოდა უფრო რაციონალურ აქტორად და ამ რაციონალური აქტორის ესეთი გამოხშირვა არჩენს იმის რისკებს, რომ უფრო რადიკალური ფრთა დარჩეს, ასე ვთქვათ, სათავეში გაძლიერდეს, რაც წყალს ასხამს იმ სცენარზე, რაც ისრაელს უნდა პირველ რიგში, რომ მაქსიმუმად დაძაბოს შიგნით სიტუაცია. ამიტომ დღეს ფაქტობრივად ბასიჯების წარმომადგენლებზე და ბასიჯებზე ნადირობის დღე იყო, განსაკუთრებით ბევრი ათეულობით და შეიძლება ასეულობით, ასე ვთქვათ, სამიზნე იყო, რომელიც უშუალოდ აი ბასიჯების იგულები იყო კონცენტრირებული. ფაქტია, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ცდილობა მიდის იმის მხრივ, რომ აი ეს გარემოებები პოლიტიკური რაღაცა არეულობის შექმნა. გამოვა თუ არა ეს ალკე საუბრის თემა. ვერან ხელაღებით ახლა მოთ ვერ იტყვის ზუსტად საბოლოო ჯამში რა სცენარი განვითარდება. ყველა ახლა ხელმძღვანელი თუ მოკლეს მოვლენები აღარ დარჩა ვინ და ბევრი საკითხია იქ სრუტი საკითხია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი დიცურათში გადამწყვეტი ერთ-ერთი ამ ომზე, რომელიც გავლენა შეიძლება იქონიოს ნავთობის საკითხები. ეს ყველაფერი ერთად ნახოთ როგორ განვითარდება. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაღაცა გადახვევა სტრატეგიული ხაზიდან, რაც თავიდან იყო გაცხადებული, არ ჩანს ისრაელის და ამერიკის ხარიდან. ნახოთ, მე ვფიქრობ, აი მომდენო უხეშალთ ალბათ 2 კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება გადამწყვეტიც იყოს რაღაც თვალსაჩინოდ, რომ დაგვანახეს ხასიათი საერთოდ ამ კონფლიქტის აიწავა. კი ბატონო, როგორც თქვი, გადადგა ერთ-ერთ მაღალჩინოსანი, ეს არის აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორი, თანამდებობა დატოვა იმ მიზეზით, რომ არ უჭერს ხარს ირანის წინააღმდეგ ომს, ეს არის ჯოზეფ კენტის თქმით, ირანი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გარდაუვალ საფრთხეს არ წარმოადგენდა და ომი ისრაელის ზეწოლით დაიწყო. ამას სხვა შორის ბევრი საუბრობს, რომ ახლა ტრამპი ჩაითვლია ნეთანიაჰუ ამ ყველაფერში. ამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას. არ ვიზიარებ იმას, რომ ირანის საფრთხეს არ წარმოადგენდა ამერიკისათვის, იმიტომ რომ რასაც ირანი აკეთებდა, ის წარმოადგენდა საფრთხეს გლობალური მშვიდობისათვის. ხო, არ მიაქცევს ყურადღება, როდესაც ჰეზბოლა ხამასი გააძლიერა, აგერ უკვე ხუსიტებით შექმნა და მას შექმნა იქ წითელ ზღვაში სერიოზული პრობლემა. ირანი აკეთებდა ყველაფერს, ხო? ირანი შვებოდა ამას და ირანი იყო ეს საფრთხე, რომელიც რაც უფრო დრო გადიოდა აი ამ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, წინა აზიაში სერიოზული ფაქტორი ხდებოდა, სერიოზული როგორც დესტაბილიზატორი. იმიტომ რომ იყო ეს პროქსი სამხედრო ძალები,
რომლებსაც ირანი აფინანსებდა და მიუხედავად იმისა, რომ 40 წელზე მეტია ხო სანქციების ქვეშ იყო ეს ქვეყანა, მას ჰქონდა იმისი ფინანსური საშუალებები, რომ ფაქტიურად ტერორიზმი ეფინანსებინა არა მარტო ისრაელის წინააღმდეგ, իրანს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა არაბულ ქვეყნებთანაც, სუნიტურ ქვეყნებთანაც. ამიტომ კენტი რას ფიქრობს ერთია, კენტი როგორც ჩანს იყო აი ძალიან იზოლაციონისტური ამერიკის წარმომადგენელი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამერიკამ საერთოდ გარეთ არ უნდა გაიხედოს, მაგრამ ხო თავიდან ეს იყო ხო ახლა ტრამპის მოწოდებებიც ეს იყო ტრამპი არის კაცი, ტრამპი არის კაცი, დღეს დაჭირდებოდა იტყოდა ამაზის უყურებდა, ტრამპი უყურებდა რა რითი შეეძლო მოეგო ამ იდეოლოგიას დაეყო როგორც მოსაგებ იდეოლოგიას გლობალისტების ასე ვთქვათ წინააღმდეგ და ეს გამოიყენა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც არის ერთადერთი სახელმწიფო დღეს ვერ იარსებებს ჩაკეტილ სისტემაში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუ ჩაკეტილი სისტემა გააკეთა, აი ძველი მონროს დოქტრინას დაუბრუნდა და მარტო თავის სახელმწიფოზე, ადრე თუ გვიან მას შეაწუხებენ საკმაოდ სერიოზულად. შეაწუხებენ ის ასე ვთქვათ ისეთი რეჟიმები, როგორც არის პუტინის, ჩინეთის და ასე შემდეგ. ავტორიტარულ რეჟიმებს გააჩნიათ ეს მოთხოვნილება, რომ თუ კი არსებობს რაღაცა ძალა დემოკრატიული, თუ კი ის არ არის ძლიერი და არ არის ექსპანსიისგან მოწოდებული, ისინი იქით იწყებენ შევიწროებას, ყოველთვის ესე იყო. ვაკუუმი სადაც არის ძალის ბალანსი. ვაკუუმი გაჩნდება თუ არა მისი შევსება დაიწყება აი ამ ძალებით და მერე უკვე ბევრად გაძლიერებულ ავტორიტარულ რეჟიმებთან მოუწევდა. ასეც მოხდა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის შესვლა ზუსტად იმ პოლიტიკური შედეგების ვერ ხო ანუ ადგილი царელი არ რჩება ხო მარტო არა რა თქმა უნდა თუ კი დემოკრატიული სახელმწიფო გაიწევა სცენიდან მის ადგილს შეავსებენ ავტორიტარული რეჟიმები და კიდევ უფრო ვარესები ხო და ბუნებრივია რომ ახლა გინდა deep state-ი ძახი გინდა ის ამერიკა არ არის ის ქვეყანა სადაც ერთად შეუძლია ასე ყველაფერი ერთად ამოატრიალოს იმიტომ რომ იქ ეს სახელმწიფო ინტერესები სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობა რომელსაც წლების განმავლობაში აქვს ჩამოყალიბებული გარკვეული პოზიცია და ბოლო-ბოლო მათ აქვს შესაბამისი ასე ვთქვათ ინფორმაციაც და გამოცდილება და მათ შეუძლიათ ეს პრეზიდენტს მიაწოდონ ხო ეს არ არის რუსეთის პრეზიდენტს ვერავინ ვერ გაუბედავს უთხრას რომ ესე არ არის რა იქ აწვნიან ამ ინფორმაციებს და რა თქმა უნდა ამერიკას მოუწევდა ადრე თუ გვიან ირანის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ირანმა თვითონ ფაქტობრივად რო არ მომხდარიყო ის ტერაქტი რაც გააკეთეს ისრაელში რო შეიჭრეს იქ ირანის ფული დამთავრდა რა აი აჩვენა იმას რომ გაჩერებული იყო ხო ისეთი არ იყო თითქოს არაფერი არ ხდებოდა და რაც ისრაელში დაატრიალეს რო შეიჭრენ მაშინ ეს მიუთითებს იმას რომ რაც არ უნდა მოინდომოს ამერიკამ რო გაჩერდეს ხო მაინც არ მისცემენ გაჩერების საშუალებას გაჩერდება და აი ესეთი რაღაცები მოხდება ამიტომ მე ვფიქრობ რომ კენტი გადადგა შეცვლიან არ არის პრობლემა ანტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელს შეცვლიან თავი პრობლემა ახლა ამერიკისთვის არის ის რაღაც გიორგი დაიწყო ხო ამერიკა ყოველთვის მეტაკლებად კარგად ახერხებდა სამხედრო ოპერაციების წარმართვას მერე რა ხდება ხო აი ეს ამერიკას მაინც როგორ ჩანს აკლა გამოცდილება აი ამ განსაკუთრებით აი აღმოსავლეთში ხო ვერ ალაგებდა მერე პოლიტიკურ ვითარებად და დიდ შეცდომებს უშვებდა ხო ახლა ავღანეთში ისეთ ხალხზე გააკეთა აქცენტი კარზაიზე და იმაზე რომ ისეთ კორუფციაში ჩაეფლო რომ თვალი დახუჭეს ავღანელებმა ისევ ტალიბების მოbrunებაზე ისეთი რეჟიმები ამოდიოდა ხოლმე ამ სიტუაციაში და არ ვიცი ახლა უყურებ შიგნით ჯერ არაფერი არ ჩანს ხო ასე ღია თუმცა ვიცი წაკითხული მაქვს რომ შიგა წინააღმდეგობები იყო მათ შორის აითოლების მხრიდან და რამდენი 5 აითოლა არის ყველაზე საინტერესო არის გადაცემა შიდა პატიმრობაში არის 2 დიდი აითოლა არის აქედან რა შიდა პატიმრობაში რომელიც ხამენეის მოწინააღმდეგეები იყვნენ რა და აი ბასიჯებით და იმენით იზოლაცია მაგრამ ეს გავლენიანი ხალხია ეს არ არის იქ აითოლა ესე ვერ გახდები რომ დიდი გავლენა ხო
დიდი გავლენა უნდა ქონდეს და მათ შორის დიდი აითოლებზე როცა ლაპარაკი მithume. ამიტომ ეს შეგაწინააღმდეგობები არსებობს, ხო საინტერესო იყო, ხო ლარიჯანი მაინც ითვლებოდა ცოტა ისეთად. ლარიჯანი შეახვედრეს თავის დროზე გერმანიის დაზვერვამ თუ არ მისლება შახში დაუმავალს რეზაფეხლების, მასთან ქონდა შეხვედრა. და თითქოს უფრო იყო აქცენტი გაკეთებული იმაზე, რომ ლარიჯანი შეიძლება ის ფიგურა ყოფილიყო, რომელიც მშვიდობიან ტრანსფორმაციას უზრუნველყოფდა, მაგრამ ეთყობა აღარ ქნა. იმიტომ რომ აშკარად გარადიკალებული იყო ბოლოში მისი თან ეგ ხელმძღვანელობდა მოლაპარაკებებს ამერიკელებთან და რაღაცა უკვე ეთყობა ეს პიროვნული მარცხის ამბავიც იყო, რომ მოლაპარაკებებით ვერ მიაღწია და თქვენ მე გადამაგდეთ, ფაქტობრივად ეს გამოუვიდა ბოლომის განცხადებებს ლიკვიდაციამ მოახდინეს. ეხლა ავტორიტარულ სისტემაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ის ავტორიტეტი. ლარიჯანი იყო ხამენეის შემდეგ ყველაზე დიდი ავტორიტეტი მათ ქვეყანაში ახლა. განსაკუთრებით ის პოლიტიკურ ნაწილში. ვინ შეიძლება ჩაანაცვლონ, არ ვიცი, იმიტომ რომ თან ეს ნადირობა რომ მიდის დღეს 300 ბასიჯი მოკლესო ინფორმაცია გავსել, ანუ ეს ლარიჯანის ასე, ანუ ისრაელის დაზვერვა მიცის ვინ სად მოძრაობს, სხვა ეთხოვს, ხო, რომ მოკლეს იყო ბალაჩი რომ წუწა შეძიანე. წინა დღით აპირებდნენ მოკლესო, მაგრამ მიიღეს ინფორმაცია, რომ ლარიჯანი მეორე დღეს უფრო დაუცველ სამავალში გადავაო და ერთი დღით ამიტომ გადასვა. ანუ წარმოიდგინეთ, ანუ ირან ჩვენ გადაცემამდე ვსაუბრობთ, ანუ ირანში აი ეს რეჟიმი როგორ არის მორყეული რეჟიმი ეს იმას ის რეჟიმი თავად ადმინისტრაციაში ანუ მართლობის წრეებშიც კი არა პოპულარულია როდესაც ფაქტობრივად მასობრივად მუშაობენ გამოცხადებული მტერი იყო ხო ძალიან დიდი ისა წტომარი ინფილტრაცია მე ესე ფაქტობრივად მათნებაზე არის ესე იგი ვინ იცოცხლებს და ვინ არა ამ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში ეს თავისთავად პანიკას წვეს ვინ გადარჩება ვინ არ გადარჩება ამაზე მეტი ფიგურები აღარ არის ხო ამაზე ვსაუბრობთ ხა როგორც ამენეგო ლარიჯანი არის და ფაქტობრივად ყველა ბასიჯების მეთაური და რა ვინ აღარ არის თვითმკვლელი უნდა იყო რომ ბასიჯების მეთაურობა მოიწოვო პირდაპირ თვითმკვლელი უნდა იყო აქსირის მეთაურობა ხო აი როგორი ამბავი გინა პოლიტიკური ხა და მაგრამ თავად ის რომ ამდენი აგენტი აღმოჩნდა ხო ეხლა ამდენი ინფორმაცია მიზის ისრაელის დაზვერვას თვითონ ამ რეჟიმზე რას მეტყველებს ხადია ეხა ეს რეჟიმის ანატომია და ბუნება ხა ყველამ ვიცით ამაზე ბევრი საუბრის და დროის დაკარგვა არ ძღირს ხო ეხლა უზარო როდესაც შენი მოსახლეობის უხეშად დაახლოებით ნახევარი შენს წინააღმდეგ ყოველთვის იპოვი იქ იმდენ წინააღმდეგ და წინააღმდეგიც არის და წინააღმდეგ სამკვდროს სასიცოცხლო ანუ სიცოცხლეს 10000-ობით ადამიანი წირავს ხო და ბუნებრივია იქ ძალიან ადვილი სამუშაო არის ნებისმიერი გარე მით უმეტეს ესეთი დონის სადაზვერვო ჯგუფებისთვის ხო ირან მოსადი პირველი თუ ალბათ პირველი არის თუ პირველი არა სამუშაო ნამდვილად სადაზვერვო საკმაოდ მაღალ დონეზე ყავთ ასე ვთქვათ ინფორმატორები და ადრე სხვათა შორის ადრეც ეთყობოდა და სხვათა შორის ისრაელის ტაქტიკა ცოტა განსხვავდება ჩემი აზრით ამერიკელებისგან ისრაელს პირდაპირ აქვს აღებული აქცენტი რეჟიმის შეცვლაზე და პირობების შექმნაზე ანუ ისრაელი რასაც ამერიკელები უკავიათ ეგზისტენციალური საფრთხის ხო მას უნდა რომ საფრთხე მოსპოს რა იმიტომ რომ მანამდე ირანს განსხვავებით არაბული ქვეყნებისგან სანამ ხომეინი არ მოვიდოდა სანამ რევოლუცია არ მოხდა ირანს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა ისრაელთან და ერთად მუშაობდნენ არაბები ირანელებს და არაბებს ზოგადად ეს სპარსული ნაციონალიზმი არსებობდა ყოველთვის რა და საკმაოდ ძიმე ურთიერთობები ჰქონდათ ისტორიულად იყო ეს ამბავი და ეს იყო ბუნებრივი საფუძველი მათ თანამშრომლობისა ისრაელთან. ამიტომ ისრაელისათვის აი ამ ისრაელი მეტნაკლებად ახერხებს აი ამ არაბებთან ხელშეკრულებების გაფორმებას ურთიერთაღიარებას. ირანი იყო მთავარი საფრთხე, რომელიც მას უშლიდა ახლა ხელს ძალიან ბევრ რამეში. თუმცა ეხლა გაჩნდა ასეთი მოსაზრებები, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტის გამო, როცა იქ ხო გაუჭირდა ახლა ამერიკას მარტო ამ პრობლემის გადაწყვეტა, ითხოვდა ევროპელების დახმარებას და ნატოს და თუ არის უთხრეს არჩევდნენ, მაგრამ ამ დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ შეიძლება ამ არაბულ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკის მოკავშირეები იყვნენ, აღარ მოუნდათ ამერიკის მოკავშირეობა, იმიტომ რომ ამერიკის ბაზები მათ ქვეყანაში დაცვა კი არ აღმოჩნდა
სამიზნედ აქცია. ისინი ხო ამ მომში ჩართული არ ყოფილან, მაგრამ უცებ აღმოჩნდა სამიზნე, ანუ მათი ეკონომიკა გაჩერებული ახლა, ხო, ხა ემირატების ძირითადად ტურიზმზე იყო, საუდის არაბეთი ნავთობზე და ანუ ნავთობს ვეღარ ყიდიან, იბომბება ტურიზმი გაჩერდა. შეიძლება მათ იფიქრონ, რომ რა მოიტანა ამერიკის ბაზებმა. სამიზნედ გვაქცია. აი ლოგიკა რო განვავითარო, რომ მაგისკენ ასე თქვა ჩარტყმა იყო ბჭყალებში, ჩინეთის მხრიდან, ირანის მხრიდან იმ ტანკერების ნების დართვა გატარების, რომლებიც ჩინურ იუანში იყო გაფული გადახდილი რა. ანუ ეს საერთოდ რას მიანიშნებს, რომ პერსპექტივაში, აი რა თუ ჩაფიქრება იქნება, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნდა იყოს დოლარიზაციის წილის ასე თქვა ჩანაცვლება გარკვეულწილად ჩინური ფულით, ხო? თვითონ სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის გულისხმობ რაღაცა. ხო, ანუ ვინც ამერიკის მოკავშირეები ხარ, დარგა გატარებთ. მაგის შეიძლება, მაგრამ უბრალოდ მარტო ამაზე არ არის. ეს არ არის ახალი არაბული ბალანსი, მუდმივად აი ამაზე არის რა, ამერიკულ და ანტიამერიკულ ძალებს შორის აი ამ დაპირისპირებაზე დგას და მე ამგონია, რომ ეს თუ მოხდება, თუ დაიწყება სულ ამით რადიკალურად და მალე მოხდეს. ეს შეიძლება 10 წლეულები დაჭირდეს. კიდე გააჩნია რა შედეგები დადგება რა ფართო სურათში, მარტო ეს კონფლიქტი არ მინდეს იქ უკრაინის საკითხი და ბევრი მომენტი არის, რაც საბოლოო ჯამში დიდ სურათზე გავლენას იქონიებს. ორმუზის სურათი მარტო ნავთობიც არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია იქ თხევადი გაზის საკითხი და მაგალითად ჰელიუმის საკითხი, რომლის ახლობით 40% ყატარი აწარმოებს და ეს არის სტრატეგიული რესურსი, რომელიც გამოიყენება ჩიპების წარმოებისთვის, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელებისთვის, მაღალი ტექნოლოგიების, MRI-ის აპარატების, სამედიცინო ტექნოლოგიებისთვის და ამის ზე დეფიციტი და ფასების გაქცევაც დაიწყო უკვე რა. ანუ მარტო რა თქმა უნდა ნავთობი არის წამყვანი თემა, სტრატეგიული თემა, მაგრამ კიდე სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები. უყურე ამის შეფერხება თუ დიდხანს გაგრძელდება, ეს ჩიპების წარმოებას ატყავს. ჩიპების წარმოება რა გამოიწვია შეფერხება კოვიდის დროს, ნახა მთელმა მსოფლიო, მაგიდან დაიწყო საერთოდ ეს ბუმი მერე. იმიტომ რომ დადგა გაჩერდა ავტოინდუსტრიები ამერიკაში და ასე. ანუ ეს ძალიან ჯაჭვური პოტენციური რეაქციები, ძალიან სახიფათოა და ამიტომაა ყველა შეშფოთებული, რომ ერთი თვე და ორი თვე ეს სიტუაცია გაგრძელდეს, ხალხი მასაც ამბობს, რომ ექსპერტები თქვა ამ დარგის, რომ 2022 წელს რაღაც $211 ავიდა, მაშინ უკვე ერთ მომენტში უკრაინის ომის დაწყების გამო ფასი და შეიძლება ისევ მაგნიშნულს მიუახლოვდეს რა. ამიტომ ეკონომიკური ფასი შეიძლება ყველამ გადავიხადოთ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაც ძალიან სენსიტიურია ბევრი რამის გამო, როგორც გაძვირების თვალსაზრისით, ისეთი რუსეთის ფაქტორის თვალსაზრისით. რუსეთის სარგებლობს მოკლევადია პერსპექტივაში ყოველ შემთხვევაში დოლარიდან, ხო? თუმცა ირანის ასე ვთქვათ ჩამოქცევა მის ინტერესებს საშუალო და გრძელვადიან. ხო და აი თუ ესე მოხდა რომ არ ჩამოიქცა ირანი, აქ მოკავშირეები გაფიქრდნენ რაღაცებზე. ჩამოქცეული იყო 2 დღეში და 2 კვირაში და 1 თვეში ესეთი სახელმწიფოები არასერიოზულია რა. შეიძლება ეს აღმოჩნდეს ტრამპის მარცხი ასე ვთქვათ. ერთი რაღაცა მინდოდა ბოდიში კიდე ორმუზის სრუტეზე რატო არის რთული და რატო იწყოს დახმარებას. ამ მომენტისთვის ხო ფაქტობრივად ირანული ფლოტის აი შეიარაღებულ ძალებში ყოფილი დიდი რაც არის რაღაცა კორვეტები, ფრეგატები, ისინი თითქმის ყველა განადგურებულია, მაგრამ ძირითადი საფრთხე ტანკერებისთვის არის 10,000-ობით კატარღა, ნავი, რომელიც პატარა ისინი, რომლის გადაჭერაც, განადგურებაც არის ძნელი და ფაქტობრივად წარმოუდგენელია და ტანკერი ისეთი რაღაცა ერთი დანაღმული კატერიც რო დაეჯახოს, ხო? აი ცეცხლს 90% ალბათობით ვეღარ გადაარჩენ და ეკოლოგიური კატასტროფა და ელემენტარულად აი 1-2 ინდურ ტანკერზე რა ქვია დავარდნილი შახიდის ის დრონიც იყო საკმარისი, რომ უბრალოდ კომპანიებმა გააჩერეს, იმიტომ რომ მას ურჩევნია ფინანსურად დააყენოს ის ტანკერი, ვიდრე დაკარგოს. ფინანსურად იმხელა ზარალია და ეს ელემენტარულ უკვე ეფექტს ახდენს. იმაზე და სამხედრო თვალსაზრისით ამის გადაჭერა იქნება ძალიან რთულია, ამიტომ ბადეების ჩაყენება მოუწევთ. სავარაუდოდ იმიტომ მიდის საუბარი, მათ თქვა საზღვაო ქვეითების გამოყენებაზე, რა სცენარში გამოიყენებენ იმ ხარგის კუნძულს, რას დაუპირებენ. ნუ მოკლედ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი და სვადია აქ რაც აი ცალსახად ერთმანეთს კუნძულს რატო არ ეხება ამერიკა? არ ეხება ორი მომენტი არის. ერთი ის რომ თუ სტაბილიზაციას და მაგის სწორად განადგურება ჩამოშლას უდრის გრძელვადიან. ამერიკა არ ცდილობს გაანადგუროს ირანის ის ეკონომიკური ინფრასტრუქტურა, რომელიც უნდა გამოდგეს რეჟიმის შეცვლის შემდეგ ირანის სწრაფად განვითარებაში. იმიტომ რომ
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სწორედ ეს რეჟიმი თუ შეიცვალა და სანქციები არ მოიხსნა და ირანის ეკონომიკა არ ამუშავდა, ხო? მაშინ ისევ გაძლიერდებიან ის ძალები, რომლებიც წინა რეჟიმის მომხრეები იყვნენ, რა. ამიტომ ამერიკა მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ შეეხოს იმ ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, რომელიც მერე ირანმა უნდა გამოიყენოს უკვე რეჟიმის შეცვლის შემდეგ იმისათვის, რომ სწრაფ ეკონომიკურ შედეგებს მიაღწიოს. თუ დაარტყეს, ეგეთ სიგნალი იქნება. ეს ნიშნავს, რომ აი მაშინ გასწორებაზე მიდიან. ეხლა იმ კუნძულზე რომ დაარტყა სამხედროების ინფრასტრუქტურას. 40 სრუტაზე. ეხლა მიკითხე რომ შეიძლება ამოჩეს ეს ტრამპის თვის დიდი მარცხი არავინ მე არ ველოდები რომ დიდი მარცხი აღმოჩნდება. ერთი რამეც არის გასათვალისწინებელი. თუ პირიქით შეიძლება დიდი გამარჯვება აღმოჩნდეს. ერთი რამეც არის შენ თქვი რომ აი ნატოს წევრი ქვეყნები, ნატოს წევრი ქვეყნების ფლოტები ამერიკა აფერში არ ჭირდებოდა მაინც და მაინც. მან ახლა გადადგა ნაბიჯი, სადაც აი ხმალ ამ ვარისათვის იმ ნატოს წევრი ქვეყნებს თავის ანგარიშს აუყენებს ამერიკა. მას ფიზიკურად ძალიან კარგად იცის ახლა ნატოს წევრი ქვეყნებს რა ფლოტები გააჩნია, ხო? ახლოს 2 მილიონი ამერიკულ ფლოტთან. უბრალოდ მან უთხრა რომ შესთავაზო რომ მოკავშირეები ვართ, მოდი დამეხმარე. ნატოს პასუხი სხვადასხვა სტუბის განცხადება იყო დღეს ფინეთის პრემიერის და მან თქვა რომ ახლა შესული არის ფინეთი. ნატომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ერეოდა გარეთ თუ იყო საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ან თუ არსებობდა გაეროს რეზოლუცია. მხოლოდ ამ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში ნატო არასდროს მისი ტერიტორიაზე ავღანეთი იგულისხმება რა. ხო, ავღანეთი იგულისხმება. ნუ იუგოსლავიაში იყო ჩარევა ახლა. იუგოსლავია არ იყო ნატოს ასე მნიშვნელოვანი ოპერაცია რა, მაინც უფრო ამერიკელების. ყოველ შემთხვევაში და იუგოსლავიაზე არსებობდა ასევე გაეროს რეზოლუციები, რომელიც გამოიყენეს ამერიკელებმა მერე. ნუ თავარი ამბავი არის ის, რომ არსებობს თუ არა კაფიო გეგმა პოლიტიკური ხელისუფლების მოყვანის იქ რა. ანუ ან შიგნით უნდა მოხდეს განხეთქილება, ან უნდა ჩაიყვანონ ის ოპოზიცია, რომელიც ქვეყნის გარეთ არის და ზოგადად როგორც საკმაოდ პოპულარულია შიგნით ირანში. ეს გეგმა თუ არსებობს, მაშინ ამერიკა გაიმარჯვებს, რომ ომი არის ერთი რამე, 50% არის საქმის, მაგრამ ომის შედეგი რომ დადგეს, შენ გჭირდება გრძელვადიანი პოლიტიკური დარეგულირება. პოლიტიკური მიზანი უნდა მიაღწიო და პოლიტიკურ მიზანს თუ ვერ აღწევ, ხო აი ავღანეთი მარცხი იყო, იმიტომ რომ პოლიტიკურ მიზანს საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს, ხო ტალიბანი დაბრუნდა. კი გაანადგურეს ომში ამერიკელებმა, აღარაფერი ერთ თვეში ყველაფერი, მაგრამ შედეგი ხო, ნუ ნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი და როგორც თქვი, გადაცემის დასაწყისში მინდა რომ შიდა თემებზე ვისაუბროთ, უბრალოდ ჩვენ ხელისუფლების დამოკიდებულ საგარეო პოლიტიკაზე, ასე ვთქვა, დღეს შალვა პაპუაშვილის ანგარიში იყო პარლამენტში და რამდენი განცხადებას წავიკითხოთ, ფრაზას ის ამბობს, სოფლიო პოლიტიკური წესრიგის ყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები. არსებობს მუდმივი ეროვნული ინტერესი, რომელებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას. ჩვენ არ ვდგავართ ცალფეხზე, როგორც ეს ზოგიერთს სურდა, სხვის სახლში შეშვების ყველგამოწეული მსურველით, არამედ ვდგავართ, როგორც საკუთარ სახლში მცხოვრები, ავის და კარგის გამრჩევი და ასე შემდეგ. ნუ გასაგებია, ხო, საერთაშორისო ეს ლაპარაკი, რომ დასავლეთიც ისეთივე შეიძლება საფრთხე იყოს, როგორც რუსეთი და ისე ხელისუფლება ამბობს, ისინი ისევე რაღაცა ვითრევდნენ რაღაც უბედურებაში, უნდათ ჩვენზე გავლენის მოპოვება, უნდათ რაღაც საფრთხეზე ვიდგეთ, აქ და აქ რევოლუცია მოაწყო და ასე და ასე შემდეგ. ნუ დასავლეთს აკეთხობა ოკუპირებული, ისა რა ქვია, ჩვენ ქვეყნის ტერიტორია და ბოლო 30 წელია დასავლეთი გვეომება და გვებზვის და ასე. ნუ ეგ გასაგები არის, რომ მათი პოლიტიკური მესიჯ ბოქსის დავალება რაც არის, იმ ხას აგრძელებენ და ყველა შესაძლო მომენტს იყენებენ, რომ აი მშვიდობის ძლიერი არგუმენტი ნამდვილად ძალიან ეფექტურად იმუშავა და იმუშავეს, აცოცხლო. მეტი არაფერი. სინამდვილეში გათანასწორება დასავლეთის და აქეთ დანარჩენი მოთამაშეების, გინდა საერთაშორისო სამართლის, გინდა რა ვიცი დემოკრატიის, მორალის, რომელიმიდან ხა მაგაზე გეტყვია რომ რა საერთაშორისო სამართალი აგერბენ სულის პრეზიდენტი მოიპარა. არა, გავიგე, მაგრამ მე მაგაზე ხო არ საუბარი, ანუ შენთვის საქართველოსთვის როგორ შეიძლება ორი ამ ასე ვთქვათ მიმართულების თუ ეპიცენტრის ძალის ცენტრის გათანაბრება საფრთხის თვალსაზრისით, თუ არ არსებობს მუდმივი ის რა ქვია ცნობილი იმის პერიფრაზია, ხო, ასე გამონათქვამის, რომ მუდმივი მეგობრები. არ არსებობს ინტერესი. განმავლობაში დასავლეთის მხრიდან მეგობრობა არის კონვერტირებული მილიარდობით დახმარებაში
ინსტიტუციების გაძლიერებაში დღეს საერთოდ რითაც ამაყობენ რეიტინგების იქიდან 90% ინსტიტუტები ფეხზე არის დაყენებული დასავლური დახმარების ცოდნისა და რა ქვია რესურსების გაზიარებით. იქნება ეს რა ვიცი მე თავდაცვას რო თავი დავანებოთ, საზღვრის დაცვა, სანაპირო ბევრი საკითხი რაც ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტებში იუსტიციის სისტემა ყველაფერი თითქოს ყველაფერი ხო? ანუ აქედან გამომდინარე ხა მე აღარ სერიოზულად კომენტარს ვერ გავაკეთებ, უბრალოდ არასწორია მავნებლობა პირდაპირ გაათანაბრო. როგორც თანაბარი, თორე გასაგებია რომ სამყარო იცვლება, დიდი ხანია მე ბევრი ამას იძახთან და სულ იმას ვიძახი კიდევ ერთხელ ვიტყვი ამ ეთერშიც რომ მიმგელია მე და დაუკითხავად მოდის, მაგრამ არაფრისთვის რო არ ემზადებოდნენ და მანამდე ისიც მოვისმინე რომ თუნდაც ესა დებატებში იყო რა აი სტრატეგიული მოთმინება და ის არის ჩვენი სტრატეგია. სტრატეგიულ მოთმინებას აქ შინაარსი მაშინ როდესაც ამ დროს შენ ემზადები, ძალებს იკრებ, რესურსებს აგროვებ და ყველა ნებისმიერი ფაქტობრივი სცენარისთვის ხარ მზად, რომ რაღაცა ფანჯარა შესაძლებლობის რო გაგეხსნება, გამოიყენო მაგალითად, როგორც ფინეთანო შვედეთმა გამოიყენეს. შეიძლება 40 წელი შენთვის ნატო იყოს მიუღწეველი ამ ქვეყნების მაგალითს ვიძახი. ან საერთოდ მოსახლეობის ნეიტრალურები იყვნენ. ორ დღეში შეიძლება ამ ფინეთის და შვედეთის მაგალითი ნიშნავს იმას, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადება საერთოდ არ ნიშნავს ნატოზე უარის დგას, იმიტომ რომ ერთ დღეს ნეიტრალურები იყვნენ და ზუსტად მაგ მეორე დღეს ნატოში შევიდნენ. დღეს ისეთი მოცემულობა საერთოდ ისე შეიძლება ჩამოიშალოს ერთ მომენტში ჩვენ ჩრდილოეთით პირობითაც არავინ არ თქვას არასოდეს საერთაშორისო ურთიერთობებში არასოდეს არ უნდა თქვა სიტყვა არასოდეს. ეს არის პრინციპი, რომელსაც ისტორია ამტკიცებს კაცობრიობის. შეიძლება ისეთი ვითარება შეექმნეს საერთოდ ძალიან მარტივი გახდეს საქართველოს იგივე ნატოში ინტეგრაცია, ხო? მით უმეტეს, შესაძაც კონსტიტუციაში გიწერია 73 მუშაობ, მთელი სახელმწიფო, მისი ყველა, ასე ვთქვათ, შტო, ყველა აკეთებს თავის მაქსიმუმს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისთვის, ეს საკონსტიტუციო ჩანაწერი არ უნდა გაუთანაბრო იმ ბოროტებას, რაც ჩვენ ჩრდილოეთით არსებობს და მთლიანად ერთ იმაში სუფში არ მოხარშვა მისი რა. კიდევ ერთხელ ამ ცვლილებებს გეოპოლიტიკურს ყველა ხვდება, არ ჭირდება ამის ახსნა განმარტება მე პირადად ნამდვილად და უამრავ ადამიანს საქართველოში კარგად ხედავთ ამ ყველაფერს, მაგრამ გათანაბრება ისე რომ დასავლეთიდანაც შეიძლება რაღაცა თანაბარი საფრთხე მოდიოდეს, ეს ასე არ არის. დასავლეთს თავის პრობლემები აქვს, ცივილიზაციული პრობლემები აქვს, ღრმა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ძალიან ბევრი რაღაცის გადახედვა მოუწევს ევროკავშირს, ევროპულ სტრუქტურებს, ევროპულ ბიუროკრატიასაც იმისთვის თუნდაც რომ გადარჩნენ და ადეკვატურები იყვნენ თანამედროვე სამყაროსი, მაგრამ ეს საქართველოში მოქმედ ხელისუფლებას დღეს არ აძლევს იმას, რა ქვია, სალაპარაკოს, რომ თითქოს ის ყველაფერი, რაც ბოლო 2 წელი საქართველოში აკეთეს, ან გამართლებულია, ან მისაღებია. არამს და არამს. ასე ბატონო, თქვენ რას ფიქრობთ ამ მიდგომაზე, რომელსაც კულტივირებენ უკვე დიდი ხანია და ბოლო ახლა წარმოიდგინეთ, არაფერზე უკან არიხევენ და არაპირებენ რაღაც, მაგალითად მოსკოვის მექანიზმის თემაზეც კი თქვეს, რომ არაფერი რა, ფაქტობრივად ეგეც კი მათთვის ფარატინა ქაღალდია. ავტორიტარული რეჟიმების ტაქტიკა, რუსეთს თავი გავანებოდა აი უნგრეთს შევხედოთ, ხო? მათ ტაქტიკა არის ბოლო პერიოდში ეს რაღაცა ტრენდად ჩამოყალიბდა, რაც უფრო მეც აწვევიან და სწორად აწვევიან, ესენი მით უფრო მაღლა წევენ ფსონებს, ანუ ვარესიგიჟეებს აკეთებენ, ანუ ცდილობენ დაანახონ დემოკრატიულ სამყაროს, რომ ყველაფერზე წამსვლელები არიან. ამას შვებიან ესენი ახლა, ხო? პირველი ჩვენი ჩემი აზრით ამოწმარი და ოპოზიცია, ჩემი აზრით კიდევ ერთ შეცდომას უშვებს. მოსახლეობასთან მუშაობა არის საჭირო. ხელისუფლება მოახერხა ბევრი შეცდომის გამო, რომელიც იდეოლოგიურად იქნა დაშვებული აი ამ ბრძოლაში, მოახერხა ის, რომ აი მშვიდობის თემით რაღაცებით მოსახლეობისთვის დაებურა აზროვნება. აი ახლა მაგალითად, როდესაც ეს დოკუმენტი გამოქვეყნდა და ხელისუფლება გამოდიოდა ყოველდღე იძახის, პრობლემალ ტყუილებს იძახის რა, რომ იქ რა წერია, ყველაფერი ტყუილია. ანუ იქ რა წერია, ეს 4-5 ძირითადი პუნქტი არის, ელემენტარულად დასტურდება ფაქტები. აი მე მაგალითად ოპოზიციის ნაცვლად გავაკეთებდი თითოეულ პუნქტზე უწერიათ ესა გავაკეთებდი კლიპს რომ აი ამ პუნქტს ადასტურებს ეს ფაქტი ამას ეს გაუშვებდი რომ ადამიანებს დავანახოთ რომ ამად ეუბნებიან ამ ადამიანებს რომ ეს არის რაღაცა წინასწარ დაწერილი ტყუილები და შენ რომ აქედან არ პასუხობ და უბრალოდ ეძახი რომ შენ ხარ რუსის აგენტი ხო ამით ვერ იგებ ამ დებატს ანუ ქვეყნის შიგნით
კანცულო ძალიან კარგად იცის რომ ახლა დასავლეთში ეს მისი ტყუილები არსად არ გავა, ხო? და არავინ არ გვიწამებიაო, ბიჭო, ავიცი ერთ ხაბეში. თბილისში არ ცხოვრობ ყველა, არ ვიცი, ვინცად ხაბეშვილის ერთი კადრი დადეთ და ამდენი აღიარებს ვათაშორის. სამ ფაქტს ვაღიარებ ბრიფინგზე თქვა. 3.25 იმას, ანუ წარმოგიდგენთ, რაც კადრები, რასაც ვერ უარყოფენ და გადაღებული, ანუ როგავას ემასო, ხაბეიშვილის ემასო ვაგერებთო და იმ ბიჭისო წაქცეულს რო 10 კაცმა. ანუ რაც კადრები არის, იმას ვერ უარყოფენ. რაც კადრები არ არის, იძახიან რომ არ არის. რა მორჩა ხო და ხო არის კაცო გადაღებული ცხვილებ დამტრეული ხალხი ის კადრები გვაქვს რო ხდებოდა საფლებ ფაქტი რო არის გადაღებული მაგრამ მეუბნებია რომ რა ვიცი სადაიმტრუე სკვერი რა არა დაჭერილები კაცო დაჭერილი რო გამოვიდა დაჭერილი კაცი რო გამოდის დააკავა პოლიციამ გამოდის ცხვირიან გადახილება ჩვენთვის ნორმალური ადამიანისთვის ეს არგუმენტია მაგრამ ის ხელისუფლება ფაქტობრივად კობახიძემ ამით თქვა რომ იქ რადგან არ არის კადრი როგორც ცემენ დაჭერილი მას ხალხს ესე იგი ჩვენ მაგას არ ვაღიარებთ მორჩა მომისმინეთ ნუ ფიქრობთ ესე რომ კაცი რო სოფელში ზის ამან ეს ყველაფერი იცის არაფერიც არ იციან უყურებენ რომ გამოკლეავებულ ამ ორ არხს უნდა მიიტანო იყიდო დრო და გაუშვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეს კლიპები აი ეს ყველაფერი უნდა გაუშვა რომ იცახიან რომ კანონები არ დაგვიუარესებია ბიჭო მარტივად არის უწინ არ ისჯებოდა ტროტუარზე დგომა, ეხლა ისჯება ტროტუარზე. ესეთი მარტივი სიტყვებით, ეს უნდა მოიგო შენ საკუთარ მოსახლეობასთან. რატომღაც გვიკავია ესეთი პოზა, რომ ამასთან ლაპარაკი საჭირო არა, ეს ხო კაცო ყველამ ვიცი და არ იციან. არა, კი, უბრალოდ ამ შემთხვევაში გთხოვეთ ხელისუფლების ამ დამოკიდებული შეფასება. ხელისუფლების დამოკიდებულება, მეტი ვეღარაფერი დამოკიდებულება. ეს კადრები არ ყოფილიყო გადაღებული, ხო? იმ ბიჭზეც ახლა ადვოკატმა როცემა, შემთხვევით რომ არ გადაიღო ვიღაცას ტელეფონით, იმაზე სიტყოდა რომ არ ვაღიარებთ. სისტემა აქვს დაწყობილი ტყუილი, რაც უფრო დიდი არის, მით უფრო მაგრამ ხშირად რომ იმეორებენ ერთი და იგივე ტყუილს, ხო? ეგერ თქვენს, ხო? ახლა მიყვარდა, არ მიყვარდა ბენდუქიძე ერთლარად იყიდა ისა საზოგადოებრივ არ უყიდია ერთლარად, ხო? მილიონები გადაიღო. ეს უნდა ამოიღო და დადო ეს უპატრონო და ადამიანებს უნდა გააგებინონ, რომ აი უნდა აჩვენო მარტივად ტუპოი ბოდიში რეგ კობახიძე ამბობს ფაქტი დადე. კობახიძე ამბობს იტყუება ფაქტი დადე. ეს გჭირდა თუ სწორედ მახსოვს ამ ეს არის მასობრივად გასაკეთებელი, იმიტომ რომ საზოგადოებაში, ნუ მოახერხეს ამ არხების მეშვეობით და მოახერხეს იმიტომაც რომ ძალიან ბევრი რაღაცა რაც საკამათო იყო ხელისუფლების ნათქვამზე ოპოზიცია საერთოდ არ გამატობდა ამ თემას. ერთადერთი არგუმენტი ჰქონდა თქვენ ხართ რუსები, ბიჭო ეს რუსი არ მუშაობს რა ყველგან რა. უნდა ძალიან კონკრეტული, როდესაც ასეთი იდეოლოგიური პრესი მიდის და ასე ცდილობენ ადამიანების მოტყუება, ამ ტყუილებზე უნდა დაიჭირო და ყოველდღე უნდა უთხრა ამ ტყუილებს. ამას ეს მანქანა ფაქტობრივად კარგად აქვს აწყობილი თავად. შალო პაპაშვილი ყოველდღე გამოდის და ბრიფინგს მართავს. ყოველდღე თან პარლამენტის თავმჯდომარეა. ამხელა თანამდებობის კაცი არის ხო ქვეყანაში ფაქტობრივად ყოველდღე უნდა უპასუხო. კონტრბრიფინგებით უნდა უპასუხო. ანუ ეს ამისთვის აქვს გაწყობილი რომ ამხელა თანამდებობის კაცმა უნდა ილაპარაკოს ეს ყველაფერი რომ ხალხს მეტი ის კონდეს ინტერესი. აი პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა აი უნდა აუგო მე მაგალითად გავაკეთებდი. 4 საათზე აკეთებს ბრიფინგს ყოველდღე 4 საათზე ნიშნავს მე დავნიშნავდი 6 საათამდე და ეს მოითხოვა მერე გაჩერდებიან. სანამ ამაზე პასუხი არ არის და სანამ აი ამ თელს ტყუილებზე ოპოზიცია უბრალოდ თვლის რომ ამაზე ლაპარაკი საჭირო არ არის და ეგერ ჩვენ დასავლეთი დაგვეხმარება და ესა გაქვს მიდგომა ხო შიგნით აგებ მოსახლეობასთან ამას ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადო რომ იმ ტყუილებზე დაიჭირო ყველა იმ ტყუილზე ცხვირი უნდა არტყმევინო და ყველაფერს ტყუიან ახლა რასაც ლაპარაკობენ აი წაკითხული მაქვს ხო ისე ყველაფერი რაც შიგნით წერია უმარტივესად მტკიცდება მიღებული კანონებით იმით ოღონდ ეს უნდა დაწერო რომ ამაზე რო იძახი ტყუილია რომ არ გამიუმჯობესებია გამიმოარასებია კანონმდებლობა ბიჭო როგორ არ გააუარესე ტროტუარზე დგომა უწინ დაშვებული იყო კი ეხლა აკრძალული ანუ გაუარეს და ანუ სიმართლე წერია ასე უნდა მიუდგა არ გამოდის სხვანაირად ესენი კიდე ცდილობენ გაშავებას ყველა თქვა ვინმე უცხოელი თუ რამე სიტყვის აი ამ ანგარიშის ავტორის გაშოვება დაიწყეს რომ აი პოლონეთის რაღაცა მთავრობის აბა რა უნდა ქნა რაღაცა ხო უნდა გერმანიის ელჩი საერთოდ რაღაცა ხო უნდა გააკეთო მიზანში ამოღებული და ნუ ეს სტრატეგიული ხაზი რაც აქვს საერთოდ ამ პროპაგანდის ხელსაისით გულისხმობ რა ეგ არის უცვლელი ერთ
ძირითადად ჩარჩოს ბოლო 2-3 წელი აქტიურად მიუყვებიან და ყველა საკითხზე მათი განცხადება მე ამას ერგება, ის იქნება მშვიდობა, ის იქნება ესკალაცია, მუდმივი გაშავება დასავლეთის, ევროპის ქვეყნების, აი ამ ელჩების, აი გეგმაზომიურად თან ის მუშაობს მე, იმიტომ რომ განწყობებს დააკვირდი ხალხი. არ არის კონტრპასუხები დაგეგმილი. აქედან ხედავ, ეხლა ნელ-ნელა დაიწყეს ოპოზიციონერებმა აღიარება იმ შეცდომების, რაც თქვა ბოლო 2 წლის განმავლობაში დაუშვეს, მაგრამ შედეგები დამდგარია. ხოცი იყავი რაღაცას რო ეტყოდი რა. ხო, მესმის, მაგრამ ამ მანქანას, რომელიც ხა ყველაფერი ორი უზარმაზარი ტელევიზია 3 შეიძლება მეტი ხო პარტიის გაერთიანება იმისთვის გაკეთა რომ ერთი განცხადება გაკეთებული იყო რომ გავერთიანდით თუ 9 პარტიის გაერთიანება ჩემთვის ნიშნავდა რომ რესურსები გაერთიანდებოდა რაღაცა ცენტრ შექმნიდა ბოლო საინფორმაციო ცენტრ რა რესურსია არ არის ეგრე არ მე ფულად რესურსები არ ვიძახე ხალხნო რა ჯერჯერობით არც ფულადში არ არის ესე მარტივად ესე ბრძოლა ერთიანი საინფორმაციო ცენტრი, იმიტომ რომ ამას უნდა კონტრპროპაგანდას უნდა დაგეგმვა რა, ესე განცხადებებით უბრალოდ არა. რასაც აკეთებს, უნდა გაანალიზო, უნდა მესიჯი შეიმუშავა, უნდა ყველა გამოსვლაზე უნდა იყოს პასუხი, ყველა გამოსვლაზე უნდა ითქვას, რომ ტყუილია, ოღონდ რატომ არის ტყუილა? ფაქტები უნდა დადო ამის. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა რა, ეხლა აი ნებისმიერ ქუჩაში რო გავაჩეროთ, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის მომხრე არის, საერთოდ აქტიურია, არ არის აქტიური, რო კითხოს. ეხლა საქართველოს სიტუაცია ნორმალურია თუ არა? რას გასცემს პასუხს აბსოლუტური უმრავლესობა? ყველა ეთქვის რომ არანორმალურ ვითარებაში ვიმყოფებით. აი ქუჩაში რო ვარ, ტაქსის ზღოლთან, ტრანსპორტში, არ ვიცი, აი ყველგან უბანში საუბარი სუმედის რომ აი არის ძალიან მძიმე, დამძიმებული, უიმედო, ნიჰილისტური რაღაც აი წნეხი, რუხი განწყობა არის და ამაზე თავიდან ბოლომდე ხელისუფლება პირველ რიგში ყოველთვის ყველგან პასუხისმგებელი და მე შეიძლება ამის გადანაწილება სხვებზე თავისი წილი ყველას აქვს სამწუხაროდ და ეს რომ უნდა შეიცვალოს ამას თუ ვერ ხვდებიან ნუ ეს ადრე თუ მე სადღაც გასკდება რა აი და ეს მიზეზი რა იქნება შეიძლება სულად შემთხვევითი რაღაცა იყოს ამიტომ ვიძახი რომ ჯერ დროდგება რომ ჯერ საქართველოს ანუ წინ წამოვწიოთ ის რაც შეიძლება ყველა გაერთიანოს იმ თვალსაზრისით რომ რაღაცნაირად გადავლახოთ აი ეს სიტუაცია რაც ქვეყანაში არის რა არც პატიმრებზე არც საკითხზე ფაქტობრივად ესეთი რაღაცა ჯიუტი პოზა რომ არაფერი არ დამიშავებია ყველაფერი კარგად არის სინამდვილეში გემი იძირება და მართლა იმ სიმღერის არ იყოს დავიჩემეთ გარშემო ცეცხლში ვართ ქვეყნში გახლეჩილი მოსახლეობა დაპირისპირებული არაფერზე საერთოდ ფაქტობრივად კონსენსუსი არ არის ეს მართლა წუხედრი არის მართლა მაგაზე მართლა აბსოლუტურად გულწრფელად ფიქრობ ხოლმე რომ ალბათ თუ ესე ვიყავით ხანდახან რა რომ რაღაც ფიქრები რო წამიღებს ამიტომ ვინ იქნება ამის ინიციატორი და ამდენჯერმე დებატებში სხვადასხვა დებატებში ფაქტობრივად სთხოვეს ხო პრემიერ ყობახიძეზე მაგ საუბარი რომ რაღაცა ქენით გადადგით ნაბიჯები რომ გამოვიდეთ რა ამ რაღაცა სუმბურიდან ამ რაღაც საშინელი რაღაც ნახარში რაშიც ეხლა ვიმყოფები მთელი ქვეყანა და არ ჩანს ეს არის ყველაზე ცუდი რომ რაღაცა მზაობა იმისი რომ რაღაცა შეიცვალოს აი ეს არ ჩანს არა და ყველათან ხდება ფაქტობრივად ქვეყანაში გვაქვს საკმაოდ ძიმე სიტუაცია ბოლო-ბოლო იცლება ქვეყანა უამრავი რამდენი ადამიანი იცი რომ აი ემზადება წასასვლელად აი ცოტას კიდე შევხედავ რა იქნება ახალგაზრდები და მე დგებიან და დემოგრაფიაზე და ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობენ. თუ ადამიანს ქამქრის ქვეყანაში ცხოვრება, აგერ აი გამოჩნდა პარტია ლელო, რომელსაც შესთავაზა დიალოგი და იქეთ ჩაწიხლეს ფაქტობრივად. მე მეგონა რომ ხელისუფლება პირიქით ამას ჩაებღაუჭებოდა, მაგრამ არა. არა, ჯერ არ იქნება. ეკათან კარგად გამოიყენეს იმ რომ ხელისუფლების მხარეს რო იყო ახლა ლოგიკაში, ხო? ლელომ თქვა, ყველამ გადაუარა მთელმა ოპოზიციამ. ლელოსთან მოლაპარაკები ყოველთვის ნიშნავს რაღაცები დათმობას რა. რატო დავთმო იმასთან, რომელიც პროცესებს ვერ მართავს? ხელისუფლების პოზიცია ამ შემთხვევაში პრაგმატულად, აბსოლუტურად სწორი იყო. იმ პოზიციიდან ლელომ რატო გადაწყვიტა მაშინ თუ არა? მე მაინც მგონა რომ რაღაცა წინასწარი მოლაპარაკება მაინც ხო. ეხლა მომისმინე როგორი ამბავია. ლელოს ეს განცხადება და ხელისუფლების პასუხი ოპოზიცია თუ ჭკუა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენო რომ ვინ არ არის დიალოგის მომხრე ქვეყანაში შემთავაზეს და არ გააკეთა. თვითონ ანუ ის რაც სისულელეც გააკეთა ეს ეხლა უკვე გარეთ არის რა ეს უკვე გარეთ უნდა ამუშავოს შიგნით კი არ არის იმდენად ამუშავოს ეს გარეთ არის ანუ ბევრი რაღაცები არსებობს მაგრამ
პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიმეორებ რა. ქვეყანაში პრობლემა დღეს არის, ხელისუფლება ვიცით რაც არის. ადამიანებს სჭირდებათ ალტერნატივის დანახვა. ეგ არის მთავარი პრობლემა. ყველა დღეს აი გიორგის გამეთანხმებაში შენც გექნება მილიონი. ბიჭო, ვინ? ამათი გასაგებია. ვინ? პოლიტიკური ძალა, პიროვნება, რაღაცა. აი ამას არ დაადგა საშუალო რომ გამოკვეთილიყო რაღაცა პოლიტიკური ძალა. გაერთიანება გავაკეთეთ ძალიან უცნაური ფორმით, ესე იგი, ვერთიანდებით, ოღონდ პირველი რასაც ამბობდა მეორე წინადადებაზე, ოღონდ ეს არ ნიშნავს რომ მართლა ვერთიანდებ. ფაქტურად ესე გამოდიოდა. აბსოლუტურად გულწრფელად რაც მინდა დავამატო არის რომ თუ ჩვენ რეალურად გული შეგვდგა ამ ქვეყანაზე, რეალურად გვინდა მართლა ქვეყნის გულისთვის ვიფიქროთ პირველ რიგში ის რაც გამოიყოს ამ სიტუაციიდან აუცილებელი არის კომპრომისები, აუცილებელი არის რა თქმა უნდა თანხმედრი ნაბიჯების გადადგმა. ხო, არ არის ხელისუფლება ამისვისაც, ხო ხედავ. მოიმკის ადრე თუ ისინი ახსოვ უყურებენ რომ პირიქით რაც მივაწვევით. არა მარტო შიგნით, გარეთაც კი. ქვეყანა გადაყვება. თემ სოფლიოს ასე უბნებიან რომ მოგვაწვევით უარეს მიზანთ. უკან არ არის ყველა ავტორიტარული რეჟიმი შეხედე მათი მიზანი არის რომ არ ქონდათ მათ ალტერნატივა. ავტორიტარიზმი იყვნენ ბატონ პატრონი ამ გეოგრაფიული არეალის და საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ფასი სულ ექნება და ბოლო-ბოლო ისიც იმედი და გათვლა აქვს შეიძლება რომ ადრე თუ გვიან დასავლეთით თუ ევროპა იქნება თქო მიიღებს ისეც როგორიც არის იმიტომ რომ მაგაზე თამაშებია. შუა კორიდორია, ბევრი საკითხი არის ხა დერეფანი არის და ბევრი თანხლების საკითხია ხო? მართლა ეხა ამერიკის ადგილას რო იყო ან ევროპის ადგილას შენი ინტერესი რო გაქვს როდემდე თუ აზერბაიჯანისთვის შეიძლება ჩემთვის რატო არ შეიძლება დაახლოებით ესეთი გათვლა არის უბრალოდ ამას ამბობენ მაგრამ ჯერჯერობით აღმოჩნდა რომ არ შეიძლება გათვლა რაზეც იმიტომ რომ ეს ამათ არის მით რომ საქართველოს როგორც აზერბაიჯანს და შუა აზიას ისე არის ზუსტად საქართველოს თანხმობა საზოგადოების უდიდესი ნაწილისგან იმაზე რასაც ეხა ხდება ქვეყანაში არ იქნება და რაც ამას დროზე გაიაზრებენ ეს ყოველთვის უკეთესი იქნება ამიტომ დროა რომ ყველა ერთხელ და სამუდამოდ ჯერ საქართველოზე ვიფიქროთ ნამდვილად რა. ერთი პატარა ისტორია 90-იანი წლების ბოლო არის და რაღაცა ჩვენ და აზერბაიჯანელი მაშინ ახლა პოლიტიკოსები ისინი ამერიკელები არიან უცხოელები არიან. აშკარად შევატყვე რომ ჩვენ და მიყო აბსოლუტურად სხვა მოთხოვნა. და აზერბაიჯანელი ოპოზიციური პოლიტიკოსებისადმი ნუ აშკარად სხვა, ბევრად უფრო დაწეული თამასა იყო რა. ოს აღარ მოვიდა გამოვიყვანე ეს ექსპერტი. მეთქი და თავჭეკით ცოტა დავნე როგორც ხდება ხოლმე მეთქი რა ხდება რა. თქვენთან ჩვენ ესე უყურებთო რა საზღვარიო დემოკრატიული დემოკრატიული სამყაროსიო თქვენსკენ თავდება რა თქმა უნდა კარგი იქნება რომ ეს შემოვიყო ვერ ხედავთ. მაკავაჭორიშვილის სიტყვა შენთან მართლა ესე გიყურებდნენ რა და ეს 30 წლის წინათაც ესე იყო და 150 წლის წინათაც ეგრე იყო როგორ აუხსნა ეხლა დებატები რო გავიხსენოთ საგარეო პოლიტიკაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხო მაკავაჭორიშვილმა რა თქვა საქართველოს ეს არჩევანი გაკეთებულია აბსოლუტურად ეგ არის პასუხი ამას საქართველოს ორი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი ოღონდ ეს მარტო ტრაფარეტულ სიტყვებად კი არ უნდა დარჩეს ეს რეალურში და პოლიტიკაში უნდა გადაითრგოს ანუ დემოკრატიის გარეშე ევროპა და ცივილიზაცია არ არსებობს და რაც უნდა ხელოვნურად ამას ებრძოლა უბრალოდ არ დადგება ის შედეგი რა იმედიც ვიღაცებს აქვს ღევანდელი ბელორუსი არ არის პოლიტიკური ევროპა რა პოლიტიკურად გეოგრაფიულად კი არის მაგრამ ის პოლიტიკურად ევროპა საქართველოს თუ უნდა ევროპა თუ გვინდა ქართველებს ევროპა ნიშნავს დემოკრატიული სამყაროს ევროპა მხოლოდ ამ შემთხვევაში არის ეს კონსერვატული გახდეს ის ევროპა აუცილებლად მაინც დემოკრატიული რა თქმა უნდა კი ბატონო, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ სტუმრები იყვნენ გიორგი ანთაძე, ინიციატივა ჯერ საქართველოსთან დაფუძნებელი და ირაკლი მელაშვილი, პოლიტიკური ანალიტიკოსი. ჩვენ გვაქვს რეკლამა, რეკლამის შემდეგ ახალგაზრდა პოლიტიკოსები სავო ბუაძე და ცოტნე კობერიძე შემოგვიერთდებით. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და ჩვენი სტუმრები არიან როგორც გითხარით სავო ბუაძე და ცოტნე კობერიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მოგესალმებით. მოგესალმებით. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ჩვენ წინა ბლოკში ვისაუბრეთ
საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე გარე სამყაროთან და დასავლეთთან და ამ ომის ფონზე ისინი კიდევ უფრო მეტად აპედალირებენ ამ ყველაფერზე, რომ აი ნახეთ რა ხდება რეგიონში, არის არეულობა და ჩვენთან მშვიდობა და ეს ჩალო პაპოშვილის ციტატები წავიკითხე, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ რაღაცა ღირსებით ისე სოფლიო წესრიგის ყევამ დაგვანახა, რომ არ არსებობენ მუდმივი მოკავშირეები და მეგობრები, არსებობენ მუდმივი ეროვნული ინტერესები, რომლებიც ქვეყანამ ნებისმიერ ფასად უნდა დაიცვას და ასევე ამბობს, რომ ჩვენ რაღაცა ღირსებით და წავიდეთ, რასაც აქამდე ჩვენ არ ვდგავართ საფეხზე, როგორც ეს ზოგიერთ სურდას, ხვის სახში შეშვების ხელგამოწეული სურველებით, ანუ ვდგავართ როგორც საკუთარ სახში მცხოვრები ავის და კარგის გამრჩევი და ასე შემდეგ. ეს ნარატივი გასაგებია. ამ ფონზე თქვენი აზრით ოპოზიციამ როგორ უნდა უპასუხოს ამ ასე ვთქვათ ნარატივს, რომელსაც მიყვება განუხრელად ხელისუფლება იმ ვითარებაშიც კი როცა აგერ თქვენ ნახეთ ეუთოს მოსკოვის მექანიზმი საკმაოდ კაცრი დასკვნა და ამაზეც დაახლოებით არაფერი რეაქცია ესეც ფარატიან ხაღალდი ამბობს. აი მოდი ცოტა შენ დავიწყე. ნუ ოპოზიციამ როგორ უნდა იმოქმედოს, თავარია რასთან მიმართებაში რა გვაღვიოს და რა გვინდა. ყველა ჩვენი პრობლემა რომელიც დღეს ჩვენს გვაქვს, არის იმასთან მიმართებაში, რა ხედვა გვაქვს, როგორ ვახდენთ ცვლილებას. სხვა მხრივ, სხვა კუთხით არაფერს სხვა დიდ საუბარს ხომ იმ რეალობაში როგორც ჩვენ ვართ ამ ხელათ ამასაც დავაწესეთ, თითქმის უცნაურია და აღარ ისმინება ხოლმე. ხო, ამ შემთხვევაში რა წარმოგვიდგენა ცვლილებად ეს უნდა იყოს დასახული, რა გზა არის და მე ამასთან მიმართებაში შეიძლება მიკრო მიზნები გააჩნდეს რის თამემართებაში სხვა წინ წაიწე თუ არა ეს იყოს უფრო მეტად ცხადი. კონკრეტულ საგარეო ვითარებასთან მიმართებაში მინიმუმ რაც შეიძლება გაკეთდეს არის რაღაცებზე ტაბუს მოხსნა და რაღაცებზე საუბრის დაწყება თამამა თუ რაღაცები მაგალითად წინასარჩევი მიიჩნეოდა რომ იმაზე საუბარი არ შეიძლება აკრძალულიყო და სტრატკომები და მსგავსი ტიპის რჩევები იყო და მუდმივად ეს რომ უნდა ეთერებში მოვერიდოთ ამ თემის ხსენებას, ჩემს ეგ იყო შეცდომა. ჩემი აზრით ვიღაცის ველზე არ შევიდეთ და მაგ საკითხებზე პასუხიც კი პროპაგანდას ასაზრდოებს ეგ იყო ძალიან დიდი შეცდომა, ეგ უნდა გადაიხედოს და მასთან მიმართებაში ძალიან კაფეო ჩანდეს, რომ პირველ რიგში ჩვენზე მეტად არავის არ ადარდეს ამ ქვეყანაში მშვიდობა, იმიტომ რომ აქ არც ჩვენ თაგას მაგალითად აგვიჯდოს ბუნკერი ჩვენ არ გაგვაჩნია და შეუძლებელია ვინმეზე მეტად ბიძინაზე მეტად დაცული რომელიმე ჩვენთაგანი იყო, თან ჩვენი ოჯახის წევრია, ვინმე ხო და მშვიდობა არავისზე ნაკლებად მეტად თუ არა ჩვენ არ გვადარდეს და მეორეს მხრივ არავისზე ნაკლები პრაგმატულობა არ გაგვაჩნია და ჩვენც არ ვიცით რა ხდება რეგიონში და ასე შემდეგ. უბრალოდ ამის ფონზე რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი შენარჩუნდეს დასავლური კურსი და თუ არის მნიშვნელოვანი რომ ამ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ბევრი სხვა ქვეყანას დარდობდეს, არა მარტო ამ ქვეყნის მოქალაქეები, თუ მხოლოდ ამ ქვეყნის 3 მილიონი მოქალაქე დარდობს და აქეთ ხარეს 100 მილიონზე მეტი ადამიანი შენს დაპყრობაზე ფიქრობს, შეუძლებელი ძალიან რთულია გადარჩა. ხო, ამიტომ გჭირდება რომ მის საპირწონედ ინტერესები არსებობდეს ამ სამყაროში და ამისათვის ყველანაირად ვეცადოთ რომ იმ ქვეყნის ინტერესი შენარჩუნდეს. და ამის მიღმა ცხადია ჩვენ არ უნდა მოვიდოთ არც ერთ საკითხზე, არ უნდა მოვიტყოთ თავი რომ ისეთივე გეოპოლიტიკური ვითარება როგორც 2000-იან წლებში იყო, ან 90-იან წლების ბოლოს გვესმის რომ რთული სიტუაცია არის. გვესის რომ ომი არის ირგვლივ და ჩვენი ახალი კონცეფცია რა იქნება ხედვა იმასთან მიმართებაში რომ რაღაცნაირად დასავლეთ ისეთია როგორიც არის შტატები ისე ლაპარაკობს როგორც საუბრობს ევროპასა და შტატებს შორის ისეთი განსხვავებები არის როგორიც არსებობს ამ ყველაფრის გათვალისწინება ჩემი აზრით უფრო მეტად სანდოს გაგხდის და ადამიანი რომ გისმენს და ხედავ რომ შენ რეალობას კი არ გაუვიხარ არამედ უბრალოდ იგივე мотиваციით რა мотиваციით ყოველთვის ქონდა რომ ამ ქვეყანაში იცხოვრო უკეთესად და დარჩე დასავლური ცივილიზაციის ნაწილი არ იმიტომ რომ თვითმიზანია არამედ იმიტომ რომ ის უკეთესი საშუალება არის ერთი შენი მოცემული ცხოვრება გაატარო უფრო კარგად ვიდრე ცუდად ეს წარმოგვიდგენია აი ამ мотиваციით ცდილობ არსებულ რეალობაში დაინახო და ეს კომპასი იგრძნობოდეს და არ უნდა შეგვეთქოს აქ ან ენის მოჩლექვა ან რაღაცის იმოწვა ან წარსულში ნათქვამი პოზიციებზე რაღაცაირად ეჭვეს რაღაცების შეტანის შიში არ უნდა გქონდეს. კი თამამად უნდა საუბრობდეთ ამ საკითხებზე, კარგით იმათ თუ ბევრი ადამიანი რომელიც უფრო მეტად კომპეტენტური არის ამ საგარეო სიტუაციაზე, ამ ვითარებაზე, მან ისაუბროს, რა პერსპექტივები არსებობს ნატოსთან მიმართებაში, რა ალტერნატივები შეიძლება არსებობდეს რეგიონალური უსაფრთხოების და ასე შემდეგ. მე რო ხალ ხელისუფალი ვიყო, არა ოპოზიციის პერსპექტივით დანახული ეს, იმიტომ რომ ოპოზიციის პერსპექტივით ბევრად კიდე მარტივია, როცა მხოლოდ კრიტიკული მხარით, არამედ იმ პასუხისგებლობით რომ მე რო ვიყო ხელისუფალი და ჩემი პირველად ემოცია იქნება, რომ აქ ადამიანი იყოს პირველ რიგში უსაფრთხო და მეორეს რიგში პერსპექტივას გრძნობდეს და უკეთეს განვითარებას, აი ამ დანახვით სიტუაციის მე რა წარმომიდგენია და ამაზე მეტი იყო საუბარი, რაც მე თვითონაც მოგატყუეთ ხოლმე რომ მაკლია ხოლმე, მე თვითონაც მინდა ხოლმე რომ ეგეთ ადამიანებს უფრო მეტი უსმინო მეტი მათგან გავიგო ვისაც წლები ამ კუთხით უმუშავია, იმიტომ რომ თითქოს ეს რაღაც დაპაუზდა უკვე
წარსულიდან დარჩენილი ნარატივები მან ყარად ვართ, კარგად ვართ, მაგრამ სიახლესთან მიმართებაში უცბად რა როგორ ხდება ამაზე ნაკლებ საუბრობთ. თქვენ რას ფიქრობთ? ანუ ამ ყველაფერს რა უნდა დაუპირისპირდეს აქეთ ამ მხრიდან? თითქოს ამ პროპაგანდაში იგებს, ხო, ქართული ოცნება ჯერჯერობით. იგებს იმიტომ, რომ მოგესალმებით პირველ რიგში. უნდა დაუპირისპიროთ ხედვა, უნდა დაუპირისპიროთ კომპეტენცია და უნდა დაუპირისპიროთ უკეთესი კომუნიკაცია. პროპაგანდას თუ არ მოუგებდა, თუ არ აჯობე, ის პროპაგანდა თავისით არ ჩამოიშლება, ხო? ამიტომ ჩვენ რაც ვერ მოვახერხეთ, რასაც ცოტნე ამბობდა და რაც უნდა მოვახერხოთ მომავალში, არის ის, რომ საზოგადოებას ავუხსნათ აი ამ ტყუილის ნიაღვარის მიუხედავად, რომ ქართულ ოცნებას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩვენ დღეს ვიყოთ უფრო დაცული. ის რომ გეოპოლიტიკურად არის ცვალებადი ვითარება, ის რომ ჩვენი ტრადიციული პარტნიორები ხშირად ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე და თანამშრომლობის რესურსი და ხარისხი არ არის ისეთი, რომელიც ჩვენთან უსაფრთხოების საკითხს დღის წესრიგიდან მოხსნიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსაფრთხოება აღარ გვჭირდება. პირიქით, უსაფრთხოება უფრო მეტად გვჭირდება, ხო? ეს კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს და ხალხს უნდა გავაგებინოთ, რომ ამ ძალას არაფერი არ გაუკეთებია იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული. ის რომ არის გასუსული, ის რომ არაფერს არ ამბობს, ის რომ ტრადიციული ურთიერთობები გააფუჭა, არათუ გააღრმავა, არამედ პირიქით ბზარები შეიტანა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორც ქვეყანას არ გვჭირდება უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ყოფნა. ის რომ ნატოს გაფართოება შეიძლება დღის წესრიგში არ იდგეს ისეთი სიმწვავით, როგორც ჩვენ ვისურვებდით, ის რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას შეიძლება უფრო ბუნდოვანი პერსპექტივა ჰქონდეს, ვიდრე ეს იყო აქამდე, თუმცა მე ასე არ მგონია. არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვეძებდეთ უსაფრთხოების რაღაც ქოლგას, რომლის ქვეშაც მოხვდებოდით. ამ ცვალებად უსაფრთხოების არქიტექტურაში, რომელიც სოფლიოში არის, ჩვენ გვჭირდება დაცულობის უზრუნველყოფა. ამაზე გადის შემდეგ ეკონომიკური სტაბილურობაც, ამაზე გადის განვითარებაც, კეთილდღეობაც და აბსოლუტურად ყველაფერი უსაფრთხოებაზე. და რა გააკეთა ქართულმა ოცნებამ უსაფრთხოების კუთხით? ამაზე ხო უნდა ვილაპარაკოთ? აბსოლუტურად არაფერი. უბრალოდ მათი ეს პოლიტიკა მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკურად უფრო ეფექტურად გაიყიდა, იმიტომ რომ ხალხს ბუნებრივია ეშინია და მე არ მიკვირს, რომ საზოგადოებას ეშინია, იმიტომ რომ მართლაც ძალიან რთული პროცესი მიდის სოფლიოში და რეგიონში. მაგრამ ჩვენი პასუხი რა უნდა იყოს ამაზე? აი ეს არის ის, რაც უნდა გადავაფასოთ ჩვენ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მაგალითად თვალსაჩინოებისთვის რეგიონში რა პროცესი მიდის. უფრო მეტად ვილაპარაკოთ ამ ყველაფერზე. უდიდესი 3 წლეულის განმავლობაში ჩაკეტილი კვანძი გაიხსნა სომხეთს და აზერბაიჯანს შორის. აზერბაიჯანი მაგალითად უფრო მეტი დაცულობის უზრუნველყოფისთვის ახერხებს, რომ გააღრმაოს ურთიერთობები ისრაელთან. თქვენ იცით, რომ ისრაელში ენერგომატარებლების იმპორტი ხდება ძირითადად 50%-ზე მეტი მოდის აზერბაიჯანიდან, იქნება ეს აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტები თუ ყაზახური, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენიდან მოდის და შემდეგ შედის ისრაელში. აზერბაიჯანმა ისე მოახერხა თავისი უსაფრთხოების გაძლიერება ისრაელთან თანამშრომლობით და ეს ახალი თანამშრომლობა არის, ხო? არა რაღაც ისტორიული უდიდესი თანამშრომლობა, რომ თავის შეიარაღების 70% თითქმის ყიდულობდა სწორედ ისრაელისგან და თანამედროვე და ძალიან მაღალი კლასის შეიარაღებას ყიდულობდა აზერბაიჯანი. მაგრამ ამასაც რო თავი დავანებოთ, ხო? ხედავთ, რომ აი მაგალითად აზერბაიჯანმა მოახერხა თანამშრომლობის სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება მოახერხა პაკისტანთან და პაკისტანი, აზერბაიჯანი, თურქეთი აი აქ რაღაც ახალი ტიპის უსაფრთხოების ქოლგა იქნება და ჩვენ თუ თავად არ მივხვდით რომ გვჭირდება ეს ქოლგა, ჩვენ ვიღაცა არ მოვა და არ შეგვიფარებს, ხო? ხო და აი მოსკოვის რეაქციას მაგალითად მოსკოვის მექანიზმის ანგარიში, ანუ რეაქცია ხო ოცნების სულ ასეთი არის, რომ ერთი ლანძღავს დასავლეთს, მეორე ამბობს რომ არაფერზე უკან არ დავიხევ. ჩვენ რაც მეტად იქნება თქვენგან აქ მოწოლა, მე უფრო უარესებს გავაკეთებ. შეიძლება საერთოდ პარტიებიც კი აღგზავნო და ასე შემდეგ, უკვე შეტანილი აქვს არჩელი. ანუ ასეთი დამოკიდებულება, ესა რეაქცია, ხო, ყველაფერი. ხო, უბრალოდ კარგად ამ სიტუაციაში რა შეიძლება ოპოზიციამ ელაპარაკოს, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია არანაირი რესურსი, რომ ამ
ძალისმიერი მეთოდებით დაიმკვიდროს თავი და ჩვენს პარტნიორებს აიძულოს რომ ელაპარაკონ მას როგორც რაღაც ტიპის სრულფასოვანი ავტოკრატია, იმიტომ რომ ვერც ეს სრულფასოვანი ავტოკრატია ვერ გაფორმდა ამ ქვეყანაში, ვერც სიტუაცია და პოლიტიკური კრიზისი ვერ გადაჭრა ქართულმა ოცნებამ, ვერც წინააღმდეგობა ვერ დაითრგუნა, ამავდროულად ვერც საერთაშორისო იზოლაციის გარღვევა ვერ მოხდა, ანუ გაჭედილი არის სადღაც შუაში. მე არ ვამბობ რომ ჩვენ შეიძლება უკეთეს მდგომარეობაში ვიყოთ, ხო? ჩვენზეც მოქმედებს ეს კრიზისი და შეიძლება ოპოზიციურ მხარეს კიდე ეს კრიზისი გაცილებით უფრო თვალსაჩინო იყოს, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას რაღაც ხელისუფლებაზე ეფექტური კონტროლი მაინც აქვს და ძალის მერკეტები და რესურსები აქვს, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას კარგად აქვს საქმე. მე ოღონდ არ მგონია, რომ მოსკოვის მექანიზმი როგორც ეს ბოლო დღეებში წარმოჩინდა ზოგიერთი პოლიტიკოსის თუ პარტიის მხრიდან, რომ აი ხა სწრაფად ამოქმედება და ივანიშვილის შემდეგ ჰააგის გზაზე თუ კობახიძეს, არ ვიცი, ივანიშვილის მიმართ ეს პერსპექტივა რამდენად არსებობს დანამდვილებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქართული ოცნების ლიდერებს ვიღაცა ჰააგაში წაიყვანს ბორკილებით, ხო? ეს ასე არ არის. ეს არის გრძელვადიანი, ბევრი კითხვის ნიშნის შემცველი პროცესი, იმიტომ რომ ძალიან კონსერვატიული და სკრუპულოზური სამართლებრივი პროცესი ახლავს ამ ყველაფერსთან, რაზეც მე ვფიქრობ, რომ რაღაც პოლიტიკური გათვლების და პოლიტიკური სტრატეგიის აგებამ შეიძლება ისევ დააზიანოს ოპოზიციური მხარე, ამიტომ უნდა ვიცოდეთ და გავითავისოთ ერთი რაღაცა, რომ ვერც ჰააგა, ვერც მოსკოვის მექანიზმი ვერავინ ვერ გააკეთებს ქართული ხალხის გასაკეთებას. ის ხალხი ამბობს იმას, რასაც უნდა ამბობდეს და ქართულ ოცნებას არ აძლევს აი ამ სტატუს-კვოს გარღვევის შესაძლებლობას და ეუბნება, რომ ქართული ხალხის ნებისთვის თვალის გასწორების გარეშე შენ აქ ვერ შეცვლი დამოკიდებულებას და ვითარებას და ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ადგილზე უნდა მოვახდინოთ გარღვევა და ცვლილება და მე მგონია, რომ ეგ გარღვევა და ცვლილება ვერ მოხდება სრულფასოვანი ალტერნატივის ჩამოყალიბების გარეშე. როგორ უნდა ალტერნატივის ჩამოყალიბების გარეშე. ეს ძალიან საინტერესო თემა, ამაზე აუცილებლად კითხვა, მაგრამ მაინტერესებს ამ ფონზე, როცა ხელისუფლება ფაქტობრივად დასავლეთსაც კი ელაპარაკება, ფაქტობრივად ცივილები აქვს, ხო, გამოცხადებული დასავლეთთან ურთიერთობაში. შიგნით ოპოზიციის მხრიდან დიალოგს რამე აზრი აქვს, მაგალითად ლელოს ინიციატივას დიალოგზე დავილაპარაკოთ ხელისუფლებას, როგორ უყურებთ? ამ ფონზე ხედავთ რაიმე აქ აზრს ასეთ? ჩემი აზრით ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილს თითქმის ყველა სპორტში ხან ბოლოს რასაც უსმენ გაცხადებული აქვს, რომ უშობს არჩევნებზე გასვლას და ერთ-ერთი ცვლილებად არჩევნები წარმოუდგენია. ის რომ არა, ხო და აქეთ მივდივარ, აქედან გამომდინარე, რომ არჩევნები იყოს უკეთესი და ამასთან მიმართებაში შეიძლება მოგიწიოს ხელისუფლებასაც საუბარი. ეგ არის ძალიან გასაგები ამბავი. ეგ მაგას ან მასში უნდა დარჩე პოზიციაში, რომ შენ ეგეთ რამე საერთოდ აღარ განიხილავ, მათთან ერთად არც ბიულეტენში არ იქნები და შესაბამისად არც რაიმე ტიპის ფორმატში, მაგრამ შენ თუ განიხილავ მათთან ერთად იყო რაიმე ტიპის ფორმატში და მათ შორის არჩევნებში განიხილავ და ეს ცვლილება და რიტორიკული ცვლილება თელ ოპოზიციას შეეტყოს იმის შემდეგ ლელოს ნათქვამი ცხადია ალოგიკური ამ კუთხით არ მეჩვენება. უბრალოდ ამის შემდეგ მთავარი პრობლემა დგას იმასთან მიმართებაში, რომ ეს დიალოგი შეიძლება მაგიდა არ ყოფილა, მაგრამ იმის იქით ყველა მიცის ვის რა უნდა და რა შემთხვევაში რაზეა წასული. ხო, მაგალითად, რაც არ უნდა, ხო იგივე ლაპარაკი მოხდება სადმე დახურულ სივრცეში, რაც ამ სივრცის მიღმათაც ტელევიზიებით თუ ყველაფრით იციან ქართულ მოცემად ჩვენ რა უნდა და ლაპარაკის მიღმათაც უკეთ საკუთარი პასუხი თქვეს, რომ 20-28-ში შემოდით პარლამენტში და იქ ვილაპარაკოთ, თუ გინდოდათ ეს დიალოგი ყოფილიყავით პარლამენტში, ისე არ გაგიხილავთ, ისე უყურებთ, რომ ეს არის სურვილი თქვენის მხრიდან არ აკრძალოთ და აკრძალვის სიაში დამატება მოხდება თუ რაიმე სამოკლება, აგერ ნახავთ და ამის ფონზე ამაზე საუბარი ცხადია ჩანს ძალიან უცნაური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შენ კონდეს ეგ мотиваცია, რომ მაგ ტიპის დიალოგი აღდგეს, გასაგები мотиваცია, კიდევ ერთხელ დავძენ იმის ფონზე, როცა ოპოზიცია არის თითქოს შეთანხმებული და რაც არ გახოს ცვლილების გზად ესახება არჩევნები. თუ ოცნება არ გელაპარაკება
არჩენ კი არა დასავლეთსაც კი არა ელაპარაკება, ხო როგორც ხედავ. ხო და ამ შემთხვევაში არის მართლა მოუწიოს შენთან საუბარი, შენთან საუბარი რომ მოუწიოს უნდა გქონდეს შენგან იმას რომ რაღაცა შენგან უნდა რა არის ის რასაც შენ რო დათოფ მას რაღაცაში გამოადგება, ადრე როცა შარმიშელის დროს ეს იყო რომ მაგალითად ერთპარტიული იქნება პარლამენტი თუ არა, ეს საკითხი იყო და თვითონ შარმიშელიც იყო და ეგ რაღაცა ეხლა არც შარმიშელი არ გამოჩნდა მაშინ როცა მანდატების საკითხი ირკვეოდა და მაგას შექმნა ეგ მათ შორის ეხლა პოლიტიკური კრიზისი რომ ისეთი ტიპის ავტორიტეტი არ არსებობს რომელიც თან მიმართებაში რომ ეხლა ის არსებობს და ამიტომ მათ ერთად რო ჯდებით ხალხნო ეს სიტუაციას მოდი ვენდოთ ეგეთი ავტორიტეტი არ გამოჩნდა ქართულ პოლიტიკური სივრცემ ვერ დაბადა ვერ აზროს ეგ კულტურა არ გვაქვს პოლიტიკური და არც ისე რომ ეგეთი ტიპის ავტორიტეტები არ გვყავდეს და მიშევედით ამ პოლიტიკური ჩიხში ქართულმა მემანდატებზე თვითონვე ჩახსნა და ეთყობოდა რა აღარ აღელვებს და ეხლა რა ტიპის დიალოგი რო აქეთან მხრიდან თქვა რა არის ის დათბობა რასაც ოცნება უფ რა კარგია და მოდი ეგრე ქენით არ ვიცი თუ ის გრძნობს თავს რასაც უნდა თუ მან იცის რომ ხვალდაზე შეუძლია აკრძალოს და შენი აკრძალვით საკმარისი ადამიანები არ გაბრაზდებიან და არ შეწუხდება და არ იქნება შეიძლება რომ ერთადერთი ამ დროს არის რომ შენ წარმოადგენე გქონდეს იმგვარი ტიპის წონა იმგვარი ტიპის სიმართლეები გქონდეს ამგვარი ტიპის რიტორიკა ხარდაჭერა რომ იცოდეს ქართულ მოცემულობა რომ შენი გათვალისწინება უკეთესია ზოგადად ვერ გაუთვალისწინება მათ შორის მისთვისაც მაგრამ თუ იმას იფიქრებს რომ ხვალ რომ მე რომ ამგზავნონ დამიჭირონ დამხრიტონ ეს დიდად შეიძლება ერთი დღე ვიღაცა ფეისბუქზე ასკროლოს მაგრამ ის მე არავის არ აინტერესებდეს და ესე იყოს დაწეული ადამიანების ემპათია შეთავაზებას აზრი არ აქვს ასე მომდის. ზოგადად ეგ ძლიერი არ ახარ თქვენი ლოგიკა ხო ამას კემიდის რომ თუ შენ ძლიერი არ ახარ რა აზრი აქვს დიალოგის შეთავაზებას. არა აქ თავარი არის გქონდეს რაიმე გამართული ლოგიკა საერთმიდის რა პერსპექტივას უყურებ რა გინდა და საერთო ჯამში პრობლემები გადაწყვეტად რა წარმოგიდგენია ეს ყოველ შემთხვევაში რომ დიალოგი გინდოდეს თუ არჩევნები წარმოგიდგენია შეიძლება ამის გზა კედლის დაჯახებას გავდეს და პაპუაშა მეურვეს გითხრას მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაგის გარეშე ეგ წარმოუდგენელი ჩანს და მეორე რიტორიკა იყო ის რიტორიკა რაც რავი ხაბეიშვილს ჰქონდა გაიმიჯნა ხლა მას ტელეოპოზიცია მისი პარტიანად გონილი იმიტომ რომ სულ სხვა რამეზე მიციხა საუბარი ხო მიდის არჩევნებზე მე მივიდივართ რომ ეს არჩევნები რა არის იგივე ტიპის არჩევნები რომლებიც განსხვავებული 20-24-ის გაიმდორეს და ბოიკოტია ხო 20-24-ის მერე დაკავებული ადამიანების გამოშვება ხო 20-24-ის სტატუს-კოს დაბრუნება იქნება ანუ თვისობრივად ეს იმას რომ თუ მაშინ გააყალბა ეხლა არც ვის მე ვიცხო რომ აპარატი არის თუ არა პრობლემა და ასე შემდეგ მაგრამ თავარი ხედვა უნდა იყოს რომ ყოველ შემთხვევაში შენ თუ განიხილავ არჩევნებს ეხლა მოქალაქეს რითი აღაღზნებ რა შეუნები რა იქნება განსხვავებული ეს მას შეიძლება ერთ-ერთი არის იც რომ მაშინ რაღაც არ გვეყო ეს რაღაც იყო მათ შორის ხარდაჭერა რომ არსებულ ავტორიტარულ სისტემაშიც კი შენ ახვიდე და ხელისუფლება გადახიო და მოუხო და ეს ამბიცია გქონდეს ან ეს უნდა დაბადო და ამას ჭირდება რაღაცა კიდე სხვა კომპონენტი რაც 2024-ში არ იყო და ამ კომპონენტი ჭირდება მათ შორის პოლიტიკურ სპექტს რავი უფრო გურწფელი საღი კომპეტენტური და ნორმალური ხალხი რომელსაც ენდობი ის ხალხი არა რომელიც არჩევნების მეორე დღეს აგეუბნება რომ შენ არც ეთქმას აზრი არ აქვს მაგრამ მე ზუსტად იცი რომ არჩევნებზე მაინც ყველა შედის თავი ბოლო 4 წლის მერე და თავი პრობლემაც რა იყო მათ რასაც კვლევებში აგდებდა ხოლმე რასაც ვაწყობდით ყოველთვის და რაშიც ბევრ ფულს ხდი და კვლევა კონდეს და ის ხო რომ ოპოზიცია განწყობილი ადამიანი არის ბევრი, მაგრამ ოპოზიციურად ამომრჩევლად გადაიქცეს არის ძალიან რთული, იმიტომ რომ სკეპტიციზმი ზოგადად არჩევნებთან მიმართებაში იმას აქვს აზრი. მუდმივად ძალიან დაბალ დონეზეა ხოლმე და მუდმივად ამაშია მათ შორის ჩვენი პასუხისგებლობა, რომ ყოველთვის ერთ და იგივე ციკლში შევდით, რაც 20-ში ვქენით, არაფერს ერთხმას რა აზრი აქვს შენ გამყიდველი ხარ თუ არჩევნებზე კიდე მელაპარაკები და მე ყველამ ზუსტად იცის რომ მაინც არჩევნებზე უწყებ ლაპარაკს რამოდენიმე როგორც კი არჩევნები მოახლოვდებოდა პერსპექტივას ის და ბრამისას და ამ შემთხვევაში ვთქვათ ერთ პრობლემას ვაშობთ რომ რაც შენ გჭირდება მოსაგებად რომ ბევრი ადამიანი დაირაზმოს და როგორც 2012-ში იქნა რაც არ უნდა გეცადა უბრალოდ მიდიოდ საკუთარ პასტეებთან ხალხი მიდიოდა ეგრე რო იყო ეგრე დონეზე მოაბილიზირო მაგისთვისაც სჭირდება რომ ეგ იმედი ბოლომდე არ მოვკვა და ჩვენ იმ დონეზე მოვყალით ეგ იმედი ორი ყველა მხარემ ორივე და გასპასუხებელი ხალხი არის ხელისუფლება. პირიქით ყველა მოუწოდებდა რომ მოდით 2020. ხო, მაგრამ მათ შორის იყო 20-20-ის არჩევნების შემდეგ, როცა მათ შორის 2018 წლის მეორე მაგრამ შეიცვალა. ხო და ბევრი რამე შეიცვალა და ზუსტად ეგ არის, მაგ ბევრი რამე შეცვლის. სულ სხვა არჩევნებთან მიმართებაში პროცედურალურად შენ მოქალაქეს ეუნები თუ არა რომ ამ შენ თუ მოქალაქეს მუდმივად ეუნები რომ ერთადერთი ის იყო შეცდომა რომ უთხარი თუ არ გაყალბდება არჩევნები. არა, ერთადერთი გზა შენ თუ ეუნები მოქალაქეს ყოველთვის არის რევოლუცია.
თუ ამას ეუბნები მე ამას ვესწავლებ მე ეუბნები არჩევნებზე მოდი არ მოდის 20-24-ში იყო სავსე გაზაფხულზე თბილისის ქუჩები იმდენი ხალხი რო იყო მე მგონი არც მახსოვს ხო არ მოვიდა საკმარისი ადამიანი ჩემი არის არჩევნებზე ხალხ პირიქით ეუბნებოდა რომ არანაირი რევოლუცია ხა არჩევნებია და ყველანი არჩევნებისთვის დავიარეს მაგას ვამბობ მე ხო და ჩვენ განსდა ფონსონს დებთ მოკლე მეხსიერებას 4 წელი და თუ 3 წელი ეუბნები რომ ვინც არჩევნებზე დაგიძახოს ის მოღალა დარპერაზე დამთავრებულია მე ეგეთ რამე არ ეგეთი განცხადებები 24-მდე არ მახსოვს 24-ის მერე კი შენ დააბოიკოტე 20-ს არჩევნებს და თვისობრივად იგივენაირი არჩევნები როცა სუსია კონტროლებს ეგ ეგრეა და ყველამ ძანაირი აპარატში პრობლემა არ არის მაშინ ადამიანს როცა მაგას ეუნდა მაგინეც უკლა მე მობილიზება გიჭირს და მაგიტოა რომ იყო მოლოდინი რომ მილიონზე მეტი ამორჩეველი მოვიდოდა გან არა იყო მილიონზე მეტი მხარდაჭერი ზოგადად ანტი კოდსი ან ხელისუფლება რო არ მოწეს არამედ ამომრჩილად მისი გადაქცევა ძალიან გაჭირდა და ეს სანდოში ყველა მიცის არა ამას არ უმხელს მაგრამ ამას თუ არ გავიაზრებთ მაშინ რა არჩევნებზე დააპატიჟებ როდესმე მოქალაქეს ეს არის უცნაური რაღაც ხომ უთხრა ახალი 20-24 და განსხვავებით რომ მაშინ რაღაცა ვერ ქენით მაგრამ ეხლა თუ ვიზავთ შანსია და ამას თუ არ ეუბნებით მაშინ სწორი ყოფილა ლევან ხაბეიშვილი და ვინც მას არ ამოუდგა გვერდში ის ყოფილა პოლიტიკურად დამნაშავე და მაშინ ეს უნდა გავარკვიოთ პოლიტიკურმა სპექტრმა. ჩემი აზრით ლოგიკა ამას ყავს. გასაგებია, საბა, შენ რა სპექტრობს შენი ყოფილი პარტიის ინიციატივაზე, რამდენად დროული იყო დღეს დიალოგის შეთავაზება და თუ შენ თქვათ არ გაქვს არაფერი რითიც ხელისუფლებას დათმობაზე წამოიყვან, რა აზრი აქვს ასეთ დიალოგში შესვლას? იცით, ცხადია ზოგადად დიალოგს როგორც პოლიტიკური პროცესის ერთ-ერთ ინსტრუმენტს პატივსცემ და მნიშვნელოვნად მიმაჩნია კრიზისის დასაძლევად და ძალიან დაშორებული მხარეების დასაახლებლად, მაგრამ დიალოგი განა იმიტომ არ გვაქვს, რომ ოპოზიციას არ უნდა, დიალოგი იმიტომ არ გვაქვს, რომ ოცნებას არ უნდა, ხო? და ოცნებას რომ უნდოდეს შეეტყობოდა, თუნდაც იმაზე შეეტყობოდა, რომ აი ამ ძალიან მძიმე უხერხულობას და მორალურ ფონს მოხსნიდა, რომ ადამიანები ციხეში იყვნენ და აქ რაღაც მოლაპარაკება მიდიოდეს. ეს ძალიან კარგად ესმით ამ ხალხს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის მერე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც იწვევს სიმწარეს და დაპირისპირებას. ამიტომ ეს უნდა მოიხსნას და ამის მოხსნის გარეშე ახლა ლელოს ინიციატივა გულწრფელად ჩემთვის ცოტა კონტექსტიდან ამოვარდნილი არის, იმიტომ რომ დიალოგის თემა და იყოს პოლიტპატიმრები. იქ ითქვა რომ ეს ჩვენ კი არ შევთავაზებთ ვინმეს, ეს არისო ჩვენი ხედვის ნაწილიო და რა თქმა უნდა, კარგია და მივესალმები ამას, მაგრამ აქამდე როგორ მივდივართ და რა არის ის ფაქტორები, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს აქამდე, ამაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა, ხო? ზოგადად ჩვენ რას უყურებთ ქართულ პოლიტიკურ პროცესში, რომ ინიციატივა აქეთა მხრიდან არ იქნება, თუ ოცნება მოპასუხის რეჟიმში დგება ხოლმე, ქართულ საზოგადოებას კი არ პასუხობს კი ჩვენი პარტნიორების მიერ გაკეთებულ რაღაც განცხადებას და ჟესტებს და გადაწყვეტილებებს, მაგრამ ხო, ჩვენი გარკვეულწილად მხარდაჭერით თუ ჩვენ მიერ გაჟღერებული პოზიციით აღიარებით ხდება ეს ყველაფერი მოსკოვის მექანიზმით და ის მთელი პროცესები, რომელიც ამ თვეებში მოხდა, მაგრამ საბოლოო ჯამში არის მაინც გარედან წამოსულ რაღაც ნაბიჯებზე პასუხი, ხო? და იქამდე სანამ ჩვენ არ ჩავაყენებთ ქართულ ოცნებას მოპასუხის რეჟიმში და ჩვენ მხარეს არ იქნება ინიციატივა, ბუნებრივია რომ გაჭირდება ქართული ოცნების რეჟიმში ყოფნა. ეს როგორ უნდა გაკეთდეს და ეს უნდა გაკეთდეს პოლიტიკური კლასის მხრიდან, ოპოზიციური კლასის მხრიდან, ჭირდება ლიდერშიპი, ლიდერთა კლასი ჭირდება, რომელიც ამას გააკეთებს სამწუხაროდ არსებული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი და ლიდერშიპი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ მივაღწიოთ ამას. მე მგონია, რომ ეს ვაკუუმი დიდხანს არ იქნება, ჩვენ შევავსებთ ამ ვაკუუმს, მე შემიძლია გითხრათ. დიდი ხანია აპირებს, მაგრამ ჯერჯერობით რაღაცა დიდი ხანია ორგანიზება ვერ გაუკეთეთ. დიდი ხანია საერთოდ არ არის, რაც პოლიტიკაში ვართ, ხო? ამიტომ მგონია, რომ მომდევნო ცვლილებების ფანჯარა, რომელიც იქნება სწორედ ის ცვლილებების ფანჯარა, სადაც ახალი პოლიტიკური კლასი ჩვენი ძალიან აქტიური მონაწილეობით ითქვეს თავის სიტყვას. აი ეს მოხდება რამდენიმე საშუალებით, ხო? მოხდება ახალი ენერგიის გაერთიანება და თქვენ ნახავთ, რომ ამ ცვლილებების ავანგარდში იქნება ახალი ხალხი, აბსოლუტურად ახალი კონფიგურაციით. მე არ ვამბობ, რომ სადღაც უცბად დიმიტრი გელოვანები დაიბადებიან, მაგრამ თქვენ ნახავთ, რომ ჩვენი მონაწილეობით, ჩემი მონაწილეობით, ცოტნეს მონაწილეობით, ბორის ჩელეყურვას მონაწილეობით და კიდევ სხვების მონაწილეობით თქვენ ნახავთ ისეთ პროცესს,
რომელიც აი ამ ვაკუუმის შევსებას შეუწყობს ხელს. ინიციატივაც იქნება. მათ შორის საზოგადოება დაინახავს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესში, ტელევიზორში თუ სადაც არის პოლიტიკა, იქ ისმის მათთვის აქტუალური პრობლემები. ქართულ ოცნებასაც მოუწევს პასუხისგაცემა, ნდობაც უფრო მეტი იქნება, გასაგების სტრატეგიაც უფრო მეტი იქნება და მე მგონია, რომ დაგვაახლოვებს ეს საბოლოო ჯამში ცვლილებასთან. ეს არის ის, რაც აკლია ამ პროცესს. და ეს არის ის, რასაც ჩვენ დაუმატებთ ამ პროცესს, ეს განადგურებით შემიძლია გითხრათ. როდის ეხა ისე კითხავთ, გეგონება ჩვენ რაღაც სტატიკურ პროცესში ვართ, ხო? ჩვენ მინდა გითხრათ, რომ ვართ ამ პოლიტიკური პროცესის ძალიან აქტიური ნაწილი, იმ პოლიტიკური პროცესის, რომელიც არის, მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ მეც და ცოტნეც და კიდევ სხვაებიც ვართ ის ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებას ვაჩვენთ, რომ არც მანდატისთვის არ ვიმწვით და ძალიან მარტივად შეველიეთ მანდატს. იქ სადაც გქონდა მანდატი და ხალხის ნდობა საკრებულოში, ვიყავით ყველაზე აქტიურები და პოლიტიკური ამინდის შემქმნელები თუ რამე ხდებოდა. მერე ვნახეთ, რომ საკუთარი პარტიების და მეგობრების წინააღმდეგ წასვლა შეგვიძლია, როცა ეს ეხება ძალიან პრინციპულ და მნიშვნელოვან საკითხებს, ხო? ამიტომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, არც ისე დიდი ხნის წინ. ხო, მაგრამ მე რა კიდევ თან პროცესი სადაც თან ისმის ხოლმე ეს კითხვა ხო ჩვენ თან მიმართებაში. ამას ასე რომ საუბრობთ, იმიტომ საუბრობთ, რომ კიდევ დიდი პასუხისმგებლობით უყურებთ ეგეთ რაღაცებს და მათ შორის რაც უნდა იყოს პარტია, რაც ჩვენ წარმოგვიდგენია და რის ამბიციაც გვაქვს. თორე იმის იქით როგორც ეხა ხდება, ისეთი პარტიის გაკეთება, რომელიც პარტიების ეხა არის ბევრიც და სავსეთ, დღეს შეგვიძლია მე და საბავ რაღაცას ჩვენს ურთიერთობას სახელი რომ დავარქვათ, რომ ამას ქვია ესადეს პარტია. აი, ბარეული პარტია, რომელიც დღეს არსებობს, რომელიც უპარტიო პოლიტიკას ხილიკებს იმას, მაგრამ სხვა ტიპის პასუხისმგებლობა უნდა მაგას. იმიტომ რომ მესმის რა არის, ის მზად პასუხისმგებლობისთვის. არა, მაგ პასუხისმგებლობა ეხლა ავიღო რომ ამას რაც გავაკეთებ, ეგ იყოს პარტია, არა, მე მინდა რაღაც უკეთესი, რომელიც შეიძლება დაზიანდეს იმისთვის, რომ ეხლა იმ კომპლექსით, რომ ამ წელს მე რო პარტია არ მაქვს, ეს ხო რამეს არ ნიშნავს, ეხლა რაღაც გავაკეთო. დრო იცვლება და პოლიტიკაზე გავლენის სხვადასხვანაირი ფორმები არსებობს. სრულიად უფულოდ, სრულიად უყველაფრო დღესვე უფრო მეტ გავლენას მექნება, მეტ ინგეიჯმენტს მექნება, მეტ ისმენელიც მეყოლება და ასე შემდეგ, ვიდრე ძალიან ბევრ პარტიას აქვს ამ ქვეყანაში. მაგრამ ეგ პირიქით, რადგანაც მეტად ვიცი რა არის ეს პოლიტიკის კეთება მაგ ფორმით და რა არის უნდა რაღაცას რო ახალი იქნება ცვლილება შეიტანს ამას რა ჭირდება, ეგ მესმის და ეგ არის სხვა ტიპის პასუხისმგებლობა, რომელიც როგორც კი შევძლებთ, ეგ რაღაც ლაგაიგეს. უბრალოდ დღესვე შეგვიძლია რაღაც ანახევრო ვქნათ. ჩვენ წარმოდგენაში ანახევრო, თორე ახლაც რომ ძალიან კარგი მაინტერესებს ჩვენ წარმოდგენაში მთლიანი და კარგი როგორია. ამას კიდევ უფრო მეტი ადამიანები, მაგრამ რომელიც ამ პროცესის განმავლობაში დაიწრიტება და გაარკვევს, რომ ამ ბევრ აფერისტობაში, აბსურდულობაში, იმის ყოფნის, რაღაცების მოფრთხილების, შანტაჟის ქვეშ ყოფნის დრო მაგალითად დამთავრდა და კიდევ უფრო მეტად გამოჩნდებიან ეგეთი ადამიანები მათ შორის. იმიტომ რომ თავარი რესურსი ჩემს იყოს გარდადებითი და განსხვავებული. ეს ვერ იქნება ფინანსური რესურსი, იმიტომ რომ მეტი ფინანსი ვერ გექნება, ვერ აძლევს ვიდრე ხაზე ბიზნესს აქვს და ვერც ვერ აძლევს ვიდრე აქ მეინსტრიმ ოპოზიცია შეიძლება გქონდეს, ხო? მაგრამ თავარი არის ეს ადამიანები, რომლებიც არიან ავთენტურები, აქვს საკუთარი აზრი, არ არიან პარტიული ბიუროკრატები და ეგეთი ადამიანები გჭირდება, მაგალითად ბევრი. და ეგეთ ადამიანებთან საუბრობთ, ლაპარაკობთ, რაღაცას ჯერ რაღაცას დავარქვათ და მოუხაზოთ წრე, რომელიც შეიძლება გამზიდველი გახდეს, იმიტომ რომ უკვე რაღაცა ჯგუფია და დისტანცია დაიჭერს, მაგრამ გურჩენია რომ ამ ტექტონიკურ პროცესებში, რომელიც ახლა არსებობს, რაღაცა რომ დაიწრიტება, ის ხალხი, რომელიც არ მინდა რომ დავკარგოთ და პოტენციალ გზობს ერთმანეთში, რაღაცნაირად მე მოვახერხოთ ახალი ამ პროექტის დაბადება. ეხლა უბრალოდ როცა შეიძლება ერთ კვირაში უბრალოდ გაარკვიო რომ ვიღაცა აქვე დაიჭირონ, ან აქვე აკრძალონ, ან დააფუძნონ რამე და მეორე დღეს არ წახდებ და ანუ მაშინ მე როგორც ვხვდით, უნდა დაელოდოს ყველა ახალი პარტიის შექმნას აპირებს იმ სარჩელის განხილვა, ხო, საკონსტიტუციო. არა, მე უბრალოდ მაგას კონკრეტულად ის ასაკმალი აკრძალავენ და მე შექმნა პარტია. რომ შენც არ მოხდე იმ სიაში ასე. მაქსიაში ინდივიდუალურად მოხდა, იმიტომ რომ მაგათ აქვს მემკვიდრე პარტიის ის და თუ გადაწყვეტეს ინდივიდუალურად, რომ არ მოწოხა ყველაფერზე მოერგებიან, მაგის პრობლემა არ გააჩნიათ. უბრალოდ ამ სიტუაციაში რაც ხდება, გადაჯგუფებები, გადმოჯგუფებები, ეგ არის მაგათ საჭირო. მაგალითად გავარკვიეთ, რომ პარტიები უფრო მეტად მარტივად საუბრობენ ერთმანეთთან, რომლებიც ახლა მაგალითად აგერ არიან კოალიციაში, ხო? და ხო რაღაც იმას ეკ, ხო, ალიანსი რომლებიც არიან. მე მაგალითად მეგონა რომ არ ველოდებით ჩვენ, იმიტომ რომ საზოგადოებას მაგ ხალხის ალტერნატივად კი არ ვთავაზობთ საკუთარ თავს, არამედ ვთავაზობთ იმის ალტერნატივად, რაზეც არის მოთხოვნა არსებულის მიმართ, იცი რომ ძალიან დიდი კრიტიკა არის და ვისაც არ მოწონს ეს არსებული და ეძებს
ახალს ეძებს აბსოლუტურად სხვანაირი ტიპის პოლიტიკის კეთებას, მაგ ხალხისთვის ვცდილობთ, რომ გავაჩინოთ ალტერნატივა და კარგად თქვა ცოტნე პასუხისგებლობით ვეკიდებით ძალიან დიდით. კი ბატონო. ხო და ბევრი რაღაც იზრდება ხო ხალხს რომელიც ერთად მაგალითად მოღალატეებს ეძახით და მოღალატე მიაჩნდათ თუმცა მათ ახლა აღარ თვლიან ეგრე ერთმანეთს და რაღაცა ეგრე გაირკვა. ხა ჩვენ შემთხვევაში სამშობლოს ჭირდება. პოლემიკა რომ ვიღაც ხომ ნახო რომ ვიც მაგალითად თვლიდა რომ აი თელი ცხოვრება ეს კაცი რომ გეძახის ესე მოღალატე ეს გამყიდველს იმისის ეგეთი რაღაცა შენთვის უკვე მიუღებელი ეგეთი პოლიტიკის კეთების გზას ვეღარ ხედავ ეგეთი თქვა თუ გამოჩნდა მე ეგეთ ადამიანს მეტად სხვანაირად გადააფასო სიტუაცია. რომ ყველადღიურად რაღაცა იცვლება მაგალითად რაღაც პარტიები გაკეთე რომ მეგონა რომ სხვა ხაზა და თქვენთან დებატშიც ყოფილვარ ის პარტია ცალკე რო ყოფილა რომ სულ სხვა ხაზი და უხაზია რომ ასე შედგება თავისუფლების მოედანი და იქიდან რამოდენიმე კვირაში დავინახე რომ არა თუმცა საკმაოდ დიდი მზაობა აქვს რომ ერთი ხედვა გქონდეთ ასე შედგება. არა თავი ბოლო პარტია ნიშნავს რომ იღეთ პასუხისგებლობას რომ ჩვენ არა ერთმანეთს კონკურენტები კი არ ვართ ერთად მიგვაჩნია რომ სტატუს კოს ცვლილებაში გვექნება მონაწილეობა მისაღები იმის მით ადამიანის ტვინებში აზრების ცვლილებაზე გვაქვს პრეტენზია და თავისთავად თვლი რომ 20-20-ში რაღაცა აკლდა რომის შეცვლას გინდა და დამატებას გინდა თუ ყველაფერი კარგად იყო თუ მოვიგეთ და დავხიეთ და თავისთავად მეტი არაფერი მაშინ რაღაცა ცვლი გააგრძელ ისე როგორც არსებობს ამ ეგეთი ვისაც განცდა რომ რაღაც არასწორი იყო წარსული შეფასებებში მაინც გავართ ერთმანეთს ეგეთი ხალხმა უნდა მოიყაროს ჩემი აზრით თავი ერთად და ეგ პასუხისგებლობა იყოს ეხლა ძალიან რთულია მაგას გაკეთებით რომ ხვალდაზე გაიგნო უბრალოდ პროგნოზირება არის ყველაფრის ძალიან რთული, მაგრამ მიუხედავად მაგისა, ნუ რავი, ხაფუცეს განმავლობაში საბა მას შემდეგ რაც მიიღო გადაწყვეტილება, ბევრად უფრო და მეც რომ მიიღო გადაწყვეტილება. ხა იმისა რომ იქამდე ერთად ბევრი გვაქვს ნამუშევარი, კიდე სხვა კომუნიკაცია გვაქვს და სხვა რაღაც სტანდარტი დავაწესეთ, ვის შეიძლება იყოს მათ შორის ჩვენ თერთმეტ პასუხისგებლობას გაუზიარებთ. მე აღარ ვაპირებ იყო ისეთ პროცესში მონაწილე, სადაც კანკალით უნდა ვიყურო ვიღაცას ეთერში, რომ ჩემი საქმე დესლაპარაკოს ან არ ვეთანხმებოდე და 10 ჯერ ბოდიშის ხდა მიწევდეს, რომ ჩემი ეს პოზიცია ბოდიშით განსხვავდება რაღაცისგან, მე ცალკე გამიხილ. ამიტომ ბევრად უფრო ხალხთან ჭირდება და ამას ჭირდება ჩვენი დრო და გამოწვევა. მეტასაბას ეგეთი ტიპის კომუნიკაცია ჩამოგვიყალიბდა. ფილოსოფიურად და რაღაც თვალსაზრისით ღირებულებებით ეს ორბიტაზე უნდა იყო, ხო და უნდა იცოდე. მე ზუსტად ვიცი ის რაღაცა ორბიტარის ირგვლივაც მე დაცოდნე ერთად შტრიალებ. მოდი რომ არ გავარდება და ისეთ რაღაცას არ იტყვის, რაც ჩემთვის იქნება სრული შოკი და წარმოუდგენლობა. გასაგებია, ბოლოს და კითხო, შენ ლელოს წერან ახსენე ლელოს დაპირი დატოვება და ასე შემდეგ, ლელო დატოვე ადგილობრივი არჩევნების თემის გამო, ხო? თუ მე შეხوار მეშლო ანუ ის რო შევიდნენ ისინი არჩევნებში. ამის წინააღმდეგი იყავი და დატოვე. ეს ახლა ცოტნე მაგალითად იძახის, რომ პირიქით უნდა წავიდეთ და არჩევნებისკენ უნდა ვიაროთ. და ანუ მაშინ თუ მიუღებელი იყო შენთვის არჩევნები დღეს რატო გახდა ის არ იყო ხელისუფლების ცვლილების არჩევნები ის იყო არა მე ხო არ ვამბობ რომ ნებისმიერ არჩევნებს ნებისმიერი არჩევნები არა ხელისუფლების ცვლილების ბედი რაზეც არის დამოკიდებული ისეთ არჩევნებში ყოველთვის უნდა იყო მზად რომ მიიღო მონაწილეობა როგორ პირობებშიც არ უნდა გიწევდეს ადგილობრივი არჩევნები არ იყო ხელისუფლების ცვლილების არჩევნები. ეს არჩევნებია ხა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის. შენ მეტყვი რომ არჩევნებზე არ უნდა მოხვიდე და არა და უცბად ივნისის დასაწყისში მეტყვი რომ კი, მან სხვა ტიპის შენ როგორ ფიქრობ? ჩვენ ადგილობრივი არჩევნებში მონაწილეობა სწორი იყო თუ არასწორი? მე ხომ მივიღეთ მონაწილეობა სწორად ჩამოყილიყო. და რომელიმე პარტიაში ადამიანებს ვატყუეთ. მე რა მეორე რაღაცა კიდე თორე თუ ადამიანს მაგ მიზანს გაუჩენ და შენ გულწრფელად ეტყვი შენ რა мотиваცია გამარჩენеш მაგალითად ჩემი мотиваცია რა ერთი საკრებულოს დეპუტატი ყავდა რომელიც თქვენ ხმას გააჟღერებს აი მაგით თუ გეტყვი ხმა მომენტს ადამიანი მაგა დაგიტა აი და შენ ადგილობრივ არჩევნებში როგორ ვიღებოწო იყავი რომ პარტიაში თუ დამოკიდებლად ინიციატივათა შეგიძლია მაგრამ მიხო მე რეცხრი შეთანხმებული კანდიდატი ყოფილიყავი შემეძლო დავლაგებულიყავ ის ვის გადიოდა პარლამენტზე უარის თქვით ხო და ეს იყო გადაწყვეტილება რომელსაც რა ვიცი თანაბარი ენთუზიაზმით ყველა მაშინ არ ხვდებოდით, როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღებოდა, მაგრამ საერთო სულისკვეთებას დავემურჩილეთ, ხო? იმიტომ რომ მათ შორის სწორი იყო ეს გადაწყვეტილების მიღების ავანგარდში იყო სხვა ხალხი. ნუ სწორი იყო თუ არა, მე მგონი ეს დრომ გამოაჩინა, რომ იმ ინსტრუმენტის ხელში ქონა
შეიძლება ყოფილიყო მნიშვნელოვანი ოპოზიციისთვის და მნიშვნელოვნად გაეძლიერებინა, მაგრამ ნუ ეხლა წარსულში ხო აღარ დავიწყებთ თავში ხელების თმას, ხო? ამ მოცემულობაში ვართ, რა მოცემულობაშიც ვართ და პარლამენტზე წახვიდე უარი თქვა და მე აქედან რამდენიმე თვეში ადგილობრივი არჩევნები გამოაცხადო ბრძოლისველად და თქვა რომ ყველგან უნდა იყო და ყველგან უნდა მიიღო მონაწილეობა, მინიმუმ ერთმანეთთან ძალიან დაპირისპირებული და განსხვავებული. ხო, მაგრამ მე შენზე სიტყვია რომ ხა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის გამო პარტია დატოვა და მე თქვა რომ არჩევნები არის აწი. ხელისუფლება იცვლებოდა ადგილობრივი არჩევნები. მაგრამ ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელოვანი არჩევნებია, მაგრამ რომელიღაც პარტიამ, რომელიღაც მუნიციპალიტეტში 2028-ში მისცემ იმის გარანტიას, რომ ხელისუფლება შეცვლა არჩევნები. იმაზე ფორმალურად მაინც ხომ არის დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილების ბედი. ფორმალობაა მთავარი. ფორმალობა კი არ არის მთავარი. ფორმალობა კი არ არის მთავარი. ადგილობრივ არჩევნებზე სულ რომ გაიხეს შუაზე და სუპერ შედეგი აჩვენო, ხელისუფლება არ იცვლება. ხო, გავიგე, მაგრამ ბევრი რამე იცვლება მნიშვნელობა. ხო, ადგილობრივ ხელისუფლებას და არ ვაკნინებ ხა. მე ადგილობრივი არჩევნების მნიშვნელობას კი არ ვაკნინებ, მაგრამ მე გეუბნები რომ ხელისუფლების ცვლილების ერთიან ციკლში უცბად თქვა რაღაცაზე უარი და აირჩიო რადიკალური გზა და მე რახან რადიკალურმა გზამ არ იმუშავა უცბად წახვიდე და შეცვალო ეს გადაწყვეტილება, ხო? ეს ციკლი დამთავრდა ადგილობრივი არჩევნებით, ადგილობრივი არჩევნების შემდგომი პროცესებით და ეს ციკლი მიილევა და მე დაიწყება ახალი ციკლი, რომელზეც ნამდვილად იქამდე თუ არ იქნება არჩევნები 2028 წელს ხო ნამდვილად ვიცით რომ არის ისეთი არჩევნები რომელზეც ხელისუფლების ცვლილების ბედი არის დამოკიდებული თუნდაც ფორმალურად და მე მგონია რომ ეგეთი არჩევნებისთვის უნდა მოემზადო შენ გარეთ წნეხის თვალსაზრისითაც წინააღმდეგობის გაძლიერების თვალსაზრისითაც და რაც კიდე მთავარი არის და თანაბრად მნიშვნელოვანი არის ისეთი ალტერნატივის შეთავაზებით სადაც ხალხი დაიჯერებს რომ აი ამ ხალხს ვაბარებ მე ჩემ მომავალს და ეს არ არის ის არჩევანი სადაც აი თვალებ დახუჭული გვერდზე გახედილი ხაზა ვიღაცას იმიტომ რომ აი ამ ყველაზე ცუდებში ეს არის ნაკლებად ცუდი არჩევანი ეგეთი არჩევანის წინაშე რო არის ხალხი მაგიტო არის რომ ხელისუფლება არის გულწრფელობა და სიმართლე სეპატით რომ მე ვიყავ მაგალითად მარტში რომელიც ხოვდი მაგ კითხვას რომ მოვა ეგ არჩევნები მაგალითად მომენტში რა კაფე პოიცი არსებობს და მაშინ როცა აზრი ქონდა მაგაზე საუბარს ყოველას თავის წითელი ხაზი რაღაც ყოფილიყო დაესახა მაშინ იყო რომ ქოცულ თამაშს ნუ თამაშობ იმიტომ რომ ამ კითხვის დასმა უნდა თქოცებს და ამ კითხვას ნუ დასო და როცა მე ოპოზიციის პოლიტიკა არის ამაზე ჩვენ არ ვილაპარაკოთ აი რაღაც ეთერების მიღმა ლაგდებოდეთ და მე უცბად უნდა გამოსდე ეგეთ რომ საზოგადოებას უნდა რომ არა ეგ ქოცობა არის და მე უცბად ცვლი პოზიციას ეგ ჩანს ის რასაც უბრალოდ დობას კარგავ და მაგიტო აზრი აქ აღარ აქვს თორე დარწმუნებული ვარ ბევრსაც უნდა დაგასწრომენ არ გავიდა უბრალოდ საკმარის ფინანსები არ იყო. მე უბრალოდ მოხდა რომ ცალკე გადაწყვიტა ის, მაგრამ თავიბოლო ეს ამბები რომ კულუარებში რო ხდება და არა ზოგადად ისე ზოგადად რომ ხალხის დობა მოიპოვა და კვირი და კვირამდე რაღაცები ეგეთ ფუნდამენტური რაღაცები იცვლება. მაგიტო ეკარგება აზრით თორე განა რომ თავიდანვე რო ყოფილიყო ოპოზიცია რო არჩევნებს თბილისს მართლა აქ აზრი რომ ოპოზიციას ყავდეს საერთო კანდიდატი მოუგოს მაგალითად და ეგ იდეა აწარმოო, მაშინ შენი გასვლა გამართლებულია, მაგრამ თუ პირიქით მეუნები და უცბად ურციები რომ უნდა შეიტანო ორი კვირით ადრე ეგ რიტორიკა იცება მე ხდება მან გაურკვეველი ეგ არის სამწუხაროდ დრო ამოგვეწურა მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის აბაბუაძე ცოტნე კობერიძე იყო ჩვენი სტუმრები ასეთი იყო გადაცემა პოლიტიკური სივრცე მე ხვალამდე გემშვიდობებით ხვალ 7-ის ნახევარზე გადაცემით რეზიუმე დაგიბრუნდებით